ფრიდრიხ ენგელსი 1820-1895 წლები. სოციალისტი ფრიდრიხ ენგელსი გერმანიაში შეძლებული მეწარმის ოჯახში დაიბადა. მან კომერციას მიჰყო ხელი, თუმცა ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში რადიკალური და სოციალისტური იდეების პროპაგანდა დაიწყო საგაზეთო სტატიებსა და გამოსვლებში. რამდენიმე ხნის განმავლობაში იგი ბრემენში ნოქრად მუშაობდა. ერთი წელი კი ბერლინის არმიაში მოხალისედ მსახურობდა. ამის შემდეგ 2 წლით მანჩესტერში გადავიდა, სადაც მამამისი ბამბის ფაბრიკის თანამფლობელი იყო. 1844 წელს ენგელსი თანამშრომლობდა გერმანულ-ფრანგულ წელიწდეულში, რომელიც პარიზში გამოდიოდა არნოლდ რაგისა და მარქსის რედაქტორობით. ამავე წელს იგი ბრემენში დაბრუნდა და ხშირად ესწრებოდა კომუნისტთა შეკრებებს. 1856 წელს ენგელსი მარქსთან ერთად გაწევრიანდა საიდუმლო კომუნისტურ კავშირში, რომელიც ინტერნაციონალის წინამორბედი იყო. 1857 წელს ლონდონში ჩატარებული კავშირის 2 კონგრესზე ენგელსი პარიზის საზოგადოებებს წარმოადგენდა. 1858 წელს კავშირის დავალებით მან მარქსთან ერთად დაწერა კომუნისტური კავშირის მანიფესტი, რომელიც ყველა ქვეყნის მუშებს მიმართავდა. კომუნისტური პარტიის მანიფესტი თებერვლის რევოლუციამდე ცოტა ხნით ადრე გამოქვეყნდა. 1858-59 წლებში ენგელსი მუშაობდა ახალი რაინის გაზეთში, რომლის რედაქტორიც მარქსი იყო. გაზეთის აკრძალვის შემდეგ სტატიებს აქვეყნებდა პოლიტიკურ-ეკონომიკურ მიმოხილვაში. იგი ელბერფელდში მომხდარი აჯანყების მომსწრე იყო და მონაწილეობდა ბადენ-პალატინატის კომპანიაში, როგორც ადიუტანტი ვილიხის მოხალისეთა კორპუსიდან. ბადენის აჯანყების ჩახშობის შემდეგ ენგელსი დევნილის სტატუსით ინგლისში ჩავიდა. 1850 წელს კი კვლავ მამის ფირმას დაუბრუნდა. 1879 წელს მან ბიზნეს თავი დაანება და 1870 წლიდან ინგლისში ცხოვრობდა. ენგელსი მარქსს სოციალისტურ დემოკრატიული პროპაგანდის გავრცელებასა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მხარდაჭერაში ეხმარებოდა. მარქსის მთავარი ნაშრომია ინგლისის მუშათა კლასის მდგომარეობა, რომელსაც მეცნიერული ღირებულება ჰქონდა. ანტიდიურინგი მნიშვნელოვანი ზომის პოლემიკაა. გამოქვეყნებულ ნაშრომებს შორისაა ლუდვიგ ფოიერბახი და კლასიკური გერმანული ფილოსოფიის დასასრული, ოჯახის, კერძო საკუთრებისა და სახელმწიფოს წარმოშობა, უტოპიური და მეცნიერული სოციალიზმი და სხვა. ენგელსმა მარქსის კაპიტალის მესამე და მეოთხე ტომი, აგრეთვე პირველი ტომი, მესამე და მეოთხე გამოცემები გამოაქვეყნა. კარლ მარქსი 1818-1893 წლები. ფილოსოფოსი, ისტორიკოსი, საზოგადო მოღვაწე და რევოლუციონერი კარლ მარქსი მე-19 საუკუნის ყველაზე გავლენიანი სოციალისტი მოაზროვნეა. მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლეში მას მეცნიერები არ აღიარებდნენ, გარდაცვალების შემდეგ სოციალისტური მოძრაობის დროს მისმა სოციალურმა, ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა იდეებმა სწრაფი აღიარება ჰპოვეს. არც თუ დიდი ხნის წინ კაცობრიობის თითქმის ნახევარი ეგრეთ წოდებული მარქსისტული რეჟიმის ქვეშ ცხოვრობდა. ამ წარმატების გამო ხშირად ხდებოდა მარქსის იდეების სახესრულება და მისი შეხედულებების მორგება განსხვავებულ პოლიტიკურ ვითარებებზე. კარლ ჰეინრიხ მარქსი დაიბადა გერმანიაში, საშუალო ფენის ოჯახში. 17 წლის ასაკში იგი ჩაირიცხა ბონის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. ბონში იგი დაინიშნა ჯენი ფონ ვესტფალენზე, ტრირის საზოგადოების ცნობილი წევრის ბარონ ფონ ვესტფალენის ქალიშვილზე. ბარონმა აზიარა მარქსი ლიტერატურულ რომანტიზმს და სენტ-სიმონიანურ პოლიტიკას. მომდევნო წელს მამამ მარქსი ბერლინის უფრო პრესტიჟულ უნივერსიტეტში გააგზავნა. ამ პერიოდში მან თავი დაანება რომანტიზმს და დაინტერესდა იმ დროს ბერლინში გაბატონებული ჰეგელიანიზმით და ახალგაზრდული ჰეგელიანური მოძრაობის წევრი გახდა. ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ თეოლოგები ბრუნო ბაუერი და დევიდ ფრიდრიხ შტრაუსი, აკრიტიკებდა ქრისტიანობას და ეწინააღმდეგებოდა პრუსიის ავტოკრატიას. საუნივერსიტეტო კარიერის გაგრძელება პრუსიის მთავრობის მიზეზით მარქსმა ვეღარ შეძლო და მან ჟურნალისტიკას მიჰყო ხელი. 1852 წლის ოქტომბერში იგი გახდა გავლენიანი ლიბერალური რაინის გაზეთის რედაქტორი, რომელსაც ინდუსტრიალისტები მფარველობდნენ. მარქსის სტატიების გამო, რომლებიც მეტწილად ეკონომიკური ხასიათის იყო, პრუსიის მთავრობამ გაზეთი აკრძალა. მარქსი საფრანგეთში გადავიდა. 1858 წელს პარიზში ჩასვლისთანავე მარქსი გერმანელ ემიგრანტ მუშათა ორგანიზებულ ჯგუფებს და ფრანგ სოციალისტთა სხვადასხვა სექტებს დაუკავშირდა. მან გამოსცა გერმანულ-ფრანგული წელიწდეული, რომელსაც უნდა დაეკავშირებინა ფრანგი სოციალისტები და გერმანელი რადიკალი ჰეგელიანისტები. გამოცემამ დიდხანს ვერ იარსება. პარიზში ყოფნის პირველივე თვეებში მარქსი კომუნისტი გახდა და თავისი შეხედულებები გადმოსცა სერიულ ნამუშევრებში, რომლებიც ეკონომიკური და ფილოსოფიური ხელნაწერების სახელწოდებითაა ცნობილი. 1854 წელს. ხელნაწერებში მარქსმა ლუდვიგ ფოიერბახის ფილოსოფიის გავლენით ჩამოაყალიბა კომუნიზმის ჰუმანისტური კონცეფცია. 1884 წლის მიწურულს მარქსი პარიზიდან გააძევეს და ენგელსთან ერთად იგი ბრიუსელში გადავიდა.
აქ მან ისტორიის ინტენსიური შესწავლა დაიწყო და შეიმუშავა ისტორიის მატერიალისტური კონცეფცია, რომელიც გერმანული იდეოლოგიის სახელით მისი სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნდა. ამ ნაშრომის ძირითადი დებულება იყო ის, რომ ადამიანთა ბუნება დამოკიდებულია მატერიალურ მდგომარეობაზე, რაც განსაზღვრავს მათ წარმოებას. მარქსმა შეისწავლა წარმოების სხვადასხვა წესების ისტორია და იწინასწარმეტყველა, რომ იმჟამინდელ ინდუსტრიულ კაპიტალიზმს კომუნიზმი შეცვლიდა. გერმანულ იდეოლოგიაზე მუშაობისას იდეალისტურ სოციალიზმს ეწინააღმდეგებოდა. იგი ასევე შეუერთდა კომუნისტურ კავშირს. 1847 წლის ბოლოს ლონდონში ჩატარებულ კომუნისტური კავშირის კონგრესზე მარქსსა და ენგელს დაევალათ მცირე ზომის დეკლარაციის დაწერა. კომუნისტური პარტიის მანიფესტი ჯერ გამოქვეყნებული არ იყო, რომ 1848 წელს ევროპაში რევოლუციებმა იფეთქა. 1848 წელს მარქსი რევოლუციის დაწყების გამო კვლავ საფრანგეთში გადავიდა, შემდგომ კი გერმანიაში. კიოლნში მან გამოსცა ახალი რაინის გაზეთი. გაზეთი მხარს უჭერდა რადიკალ დემოკრატიულ ხაზს, რომელიც პრუსიის ავტოკრატიის წინააღმდეგ გამოდიოდა. მთელ თავის ენერგიას მარქსი რედაქტორულ სამუშაოს უთმობდა, რადგან კომუნისტური კავშირი ფაქტობრივ დაიშალა. გაზეთი აიკრძალა და 1949 წლის მაისში მარქსმა ლონდონს შეაფარა თავი. ლონდონში ყოფნისას მარქსი ოპტიმისტურად იყო განწყობილი ევროპაში მოსალოდნელი რევოლუციის მიმართ. იგი კვლავ შეუერთდა კომუნისტურ კავშირს და 1848 წლის საფრანგეთის რევოლუციისა და მისი შედეგების შესახებ დაწერა ორი დიდი ზომის პამფლეტი კლასობრივი ბრძოლა საფრანგეთში და 18 ბრიუმერი ლუი ბონაპარტისა. იგი მალე დარწმუნდა, რომ ახალი რევოლუციის დაწყება მხოლოდ ახალი კრიზისის შედეგად იყო შესაძლებელი და დაიწყო პოლიტიკური ეკონომიკის შესწავლა, რათა ამ კრიზისის მიზეზები და გარემოებები დაედგინა. მარქსის მთავარი ნამუშევარი პოლიტიკურ ეკონომიკაში ნელი ტემპით იწერებოდა. 1857 წელს მან გიგანტური ზომის 800 გვერდიანი ხელნაწერი მოამზადა კაპიტალის, მიწის საკუთრების, დაქირავებული შრომის, სახელმწიფოს, საგარეო ვაჭრობისა და მსოფლიო ბაზრის შესახებ. საფუძვლები 1941 წლამდე არ გამოქვეყნებულა. 1860-იანი წლების დასაწყისში მარქსმა თავი დაანება სამუშაოს, რათა დაეწერა სამტომიანი თეორიები ზედმეტი ღირებულების შესახებ, რომელშიც განხილული იყო პოლიტიკური ეკონომიკის თეორეტიკოსები, განსაკუთრებით დევიდ რიკარდო და ადამ სმიტი. მხოლოდ 1867 წელს მოახერხა მარქსმა გამოეცა კაპიტალის პირველი ტომი, რომელშიც მოცემული იყო კაპიტალისტური წარმოების წესის ანალიზი. კაპიტალში მარქსმა შეიმუშავა ღირებულების შრომითი თეორიის საკუთარი ვერსია და კონცეფცია ზედმეტი ღირებულების და ექსპლუატაციის შესახებ. მეორე და მესამე ტომზე მუშაობა 1860-იან წლებში დასრულდა, თუმცა მარქსი სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა ამ ხელნაწერებზე და ისინი გამოქვეყნებულ იქნა ენგელსის მიერ მარქსის სიკვდილის შემდეგ. მარქსი გარდაიცვალა 1883 წლის 14 მარტს. იგი დაკრძალულია ლონდონის ჩრდილოეთ ნაწილში, ჰაიგეითის სასაფლაოზე. შრომის საზოგადოებრივი დანაწილება და მისი შედეგები. კერძო საკუთრება, სახელმწიფო, სოციალური მოქმედების გაუცხოება. შრომის დანაწილებასთან ერთად, რომელიც ყველა აღნიშნულ წინააღმდეგობას შეიცავს და თავის მხრივ დამყარებულია შრომის ბუნებრივად აღმოცენებულ დანაწილებაზე ოჯახში და საზოგადოების გათიშვაზე ცალკეულ ერთი მეორისადმი დაპირისპირებულ ოჯახებად, შრომის ამ დანაწილებასთან ერთად მოცემულია იმავე დროს განაწილებაც, რომელიც ამასთან, როგორც რაოდენობრივად, ისე ხარისხობრივადაც, შრომისა და მისი პროდუქტების უთანაბრო განაწილებაა. მაშა სადამე მოცემულია საკუთრებაც, რომლის ჩანასახი და თავდაპირველი ფორმა მოიპოვება უკვე ოჯახში, სადაც ცოლი და ბავშვები მამაკაცის მონები არიან. მონობა ოჯახში მართალია ჯერ კიდევ პრიმიტიული და ფარული პირველი საკუთრებაა, რომელიც სხვათა შორის უკვე ამ ფორმითაც სავსებით შეესაბამება თანამედროვე ეკონომისტების იმ განსაზღვრას, რომლის თანახმადაც საკუთრება სხვისი სამუშაო ძალის გამგებლობაა. ამასთან შრომის დანაწილება და კერძო საკუთრება ეს იდენტური გამოთქმებია. ერთ შემთხვევაში მოქმედების მიმართ ამბობენ იმავეს, რასაც მეორე შემთხვევაში მოქმედების პროდუქტის მიმართ იტყვიან. შემდეგ შრომის დანაწილებასთან ერთად მოცემულია წინააღმდეგობაც ცალკეული ინდივიდის საერთო ინტერესს შორის, რომლებიც ერთი მეორესთან ურთიერთობაში იმყოფებიან. ამასთან ეს საერთო ინტერესი არსებობს არა მარტო წარმოდგენაში, როგორც საყოველთაო, არამედ უწინარეს ყოვლისა იგი არსებობს რეალურ სინამდვილეში, როგორც ურთიერთდამოკიდებულება ინდივიდებისა, რომელთა შორისაც დანაწილებულია შრომა. სწორედ კერძო ინტერესსა და საერთო ინტერესს შორის არსებული წინააღმდეგობის მეოხებით იღებს საერთო ინტერესი სახელმწიფოს სახით დამოუკიდებელ ფორმას, მოწყვეტილს ნამდვილი, როგორც ცალკეული, ისე ერთობლივი ინტერესებისაგან და ამასთანავე ერთად ილუზორული ერთობის ფორმას.
მაგრამ ეს ხდება ყოველთვის ხორცისა და სისხლის, ენის, შრომის უფრო ფართო მასშტაბით დანაწილებისა და სხვა ინტერესების მიხედვით ყოველ ოჯახურ ან ტომობრივ კონგლომერატში არსებული ურთიერთობის რეალურ საფუძველზე, განსაკუთრებით, როგორც ამას შემდგომ ცხადვმყოფთ, უკვე შრომის დანაწილებით გაპირობებულ იმ კლასთა ინტერესების საფუძველზე, რომლებიც ადამიანთა ყოველ ასეთ ერთობლიობაში ერთი მეორისაგან განცალკევდებიან და რომლებიდანაც ერთნი ბატონობენ ყველა დანარჩენზე. აქედან გამომდინარეობს, რომ ყოველი ბრძოლა სახელმწიფო შიგნით, ბრძოლა დემოკრატიასა, არისტოკრატიასა და მონარქიას შორის, ბრძოლა საარჩევნო უფლებისათვის და ასე შემდეგ, სხვა არაფერია თუ არა ილუზორული ფორმები, რომლებითაც სხვადასხვა კლასები ერთმანეთთან ბრძოლას ეწევიან, რის შესახებაც არავითარი წარმოდგენა არ აქვთ გერმანელ თეორეტიკოსებს. მიუხედავად იმისა, რომ Deutsch, Französische, Jahrbuchensა და წმინდა ოჯახში მათ საკმაოდ გარკვევით მიეთითათ ამაზე. აქედან გამომდინარეობს შემდეგ, რომ ყოველმა კლასმა, რომელიც ბატონობას ესწრაფვის, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი ბატონობა განაპირობებს, როგორც ეს პროლეტარიატთან ხდება მთელი ძველი საზოგადოებრივი ფორმისა და საერთოდ ბატონობის მოსპობას, უპირველეს ყოვლისა უნდა დაიპყროს პოლიტიკური ძალაუფლება, იმისათვის, რომ ამ კლასმა თავის მხრივ შეძლოს თავისი ინტერესის საყოველთაო ინტერესად წარმოგიდგინოს, რაც მან პირველ მომენტში იძულებით უნდა გააკეთოს. სწორედ იმიტომ, რომ ინდივიდები მისდევენ მხოლოდ თავიანთ განსაკუთრებულ ინტერესს, რომელიც არ ემთხვევა მათთვის მათ საერთო ინტერესს და რომ საყოველთაო საერთოდ ილუზორული ფორმაა ერთობისა, ეს საყოველთაო გვევლინება როგორც უცხო მათთვის და მოუკიდებელი მათგან, ესე იგი, კვლავ განსაკუთრებული და თავისებური საყოველთაო ინტერესი. ანდა თვით ეს ინდივიდები იძულებულნი არიან ამ განცალკევებულობის პირობებში იმოძრაონ, როგორც ეს დემოკრატიაში ხდება. მეორე მხრივ კი პრაქტიკული ბრძოლა ამ განსაკუთრებული ინტერესებისა, რომელნიც ყოველთვის ნამდვილად გამოდიოდნენ საერთო და ილუზორულად საერთო ინტერესების წინააღმდეგ, აუცილებელს ხდის პრაქტიკულად ჩარევას და განსაკუთრებული ინტერესების ალაგმას სახელმწიფოს სახით მოცემული ილუზორული საყოველთაო ინტერესის მეშვეობით. და ბოლოს, შრომის დანაწილება გვაძლევს მაშინვე იმის პირველ მაგალითს, რომ სანამ ადამიანები იმყოფებიან სტიქიურად ჩამოყალიბებულ საზოგადოებაში, სანამ მაშასადამე არსებობს გათიშვა კერძო და საერთო ინტერესს შორის, სანამ მაშასადამე მოქმედების დანაწილება ხდება არანებაყოფლობით, არამედ სტიქიურად, ადამიანის საკუთარი ქმედება იქცევა მისთვის უცხო, მისდამი დაპირისპირებულ ძალად, რომელიც ჩაგრავს მას, ნაცვლად იმისა, რომ იგი ამ ძალაზე ბატონობდეს. საქმე ისაა, რომ როგორც კი შრომის დანაწილება იწყება, თითოეულს უჩნდება მოქმედების რომელიმე გარკვეული, განსაკუთრებული არე, რომელსაც მას თავს ახვევენ და რომლიდანაც გამოსვლა მას არ შეუძლია. იგი მონადირია, მეთევზიან მწყემსი, ანდა კრიტიკული კრიტიკოსი და ასეთად უნდა დარჩეს, თუ არ სურს დაკარგოს არსებობის საშუალებანი. მაშინ, როდესაც კომუნისტურ საზოგადოებაში, სადაც არავინ არ არის შეზღუდული მოქმედების რაიმე განსაკუთრებული არეთი, არამედ თითოეულს შეუძლია ყოველ დარგში დახელოვნდეს, საზოგადოება არეგულირებს მთელ წარმოებას და სწორედ ამიტომ შესაძლებლობას მიქმნის დღეს გავაკეთო ერთი, ხვალ კი მეორე, დილით ვინადირო, ნაშუა დღეს ვითევზაო, საღამოთი პირუტყვს მოუარო, ვახშმის შემდეგ კრიტიკას მივყო ხელი, როგორც ჩემს სულსა და გულს ნებავს და ეს გავაკეთო ისე, რომ არ გავხდე მონადირე, მეთევზე, წყემსი ან კრიტიკოსი. ეს განმტკიცება სოციალური მოქმედებისა, ეს კონსოლიდაცია ჩვენი საკუთარი პროდუქტისა რაღაც ნივთიერ ძალად, რომელიც გაბატონებულია ჩვენზე, გასულია ჩვენი კონტროლის სფეროდან, მკვეთრად ეწინააღმდეგება ჩვენს იმედებს და არარად აქცევს ჩვენს ვარაუდებს. ერთ-ერთი მთავარი მომენტია მთელ ადრინდელ ისტორიულ განვითარებაში. სოციალური ძალა, ესე იგი გამრავლებული მწარმოებლური ძალა, რომელიც სხვადასხვა ინდივიდთა იმ ერთობლივი მოქმედების მეოხებით წარმოიქმნა, რაც შრომის დანაწილებით არის განპირობებული, ეს არის სოციალური ძალა, იმის გამო, რომ თვით ერთობლივი მოქმედება წარმოიქმნება არა ნებაყოფლობით, არამედ სტიქიურად. წარმოუდგება მოცემულ ინდივიდებს რა როგორც მათი საკუთარი გაერთიანებული ძალა, არამედ როგორც რაღაც უცხო მათ გარეშე მდგომი ძალა, რომლის წარმოშობისა და განვითარების ტენდენციათა შესახებ მათ არაფერი არ იციან. მათ მაშასადამე უკვე აღარ შეუძლიათ ამ ძალაზე ბატონობა. პირიქით, ეს ძალა გაივლის ახლა განვითარების მთელ რიგ საკუთარ ფაზებსა და საფეხურებს, რომელნიც არა მარტო დამოუკიდებელნი არიან ადამიანთა ნებისყოფისა და ყოფაქცევისაგან, არამედ პირიქით წარმართავენ ამ ნებისყოფას და ყოფაქცევას. წინააღმდეგ შემთხვევაში როგორ შეეძლო, მაგალითად, საკუთრებას ჰქონოდა საერთოდ რაიმე ისტორია, მიეღო სხვადასხვა ფორმები. როგორ შეეძლო, მაგალითად, მიწის საკუთრებას სხვადასხვა არსებულ წინამძღვართა მიხედვით განვითარებულიყო საფრანგეთში პარცელარული ფორმიდან მის ცენტრალიზაციამდე მცირეოდენთა ხელში, ინგლისში კი მცირეოდენთა ხელში ცენტრალიზაციიდან პარცელარულ ფორმამდე, როგორც ეს ნამდვილად ხდება ამჟამად.
ანთა როგორ გამოდის, რომ ვაჭრობა, რაც სხვა არაფერია თუ არა სხვადასხვა ინდივიდთა და ქვეყანათა პროდუქტების გაცვლა, მთელ მსოფლიოზე ბატონობს მოთხოვნისა და მიწოდების შეფარდების წყალობით, შეფარდებისა, რომელიც ერთი ინგლისელი ეკონომისტის სიტყვებით, ანტიკური ბედისწერის მსგავსად თავს დასტრიალებს დედამიწას და უხილავი ხელით ანაწილებს ადამიანებს შორის ბედნიერებას და უბედურებას, ქმნის სამეფოებს და ანგრევს მათ. წარმოშობს ხალხებს და აიძულებს მათ გაქრნენ. მაშინ, როდესაც ბაზისის კერძო საკუთრების მოსპობასთან ერთად, წარმოების კომუნისტურ რეგულირებასთან ერთად, რაც სპობს იმ გაუცხოებულობას, რომლითაც ადამიანები თავიანთ საკუთარ პროდუქტს ეპყრობიან, ქრება აგრეთვე მოთხოვნისა და მიწოდების შეფარდების ბატონობას და ადამიანები კვლავ უმორჩილებენ თავიანთ ბატონობას, გაცვლას, წარმოებას, თავიანთი ურთიერთდამოკიდებულებების წესს. წარმოებლური ძალების განვითარება როგორც კომუნიზმის მატერიალური წინამძღვარი. ეს გაუცხოება ფილოსოფოსებისათვის გასაგებიანით რომ ვთქვათ შეიძლება მოისპოს, რა თქმა უნდა, მხოლოდ ორი პრაქტიკული წინამძღვრის არსებობის შემთხვევაში. რათა აუტანელი ძალა გახდეს, ესე იგი ისეთი ძალა, რომლის წინააღმდეგ რევოლუციას ახდენენ, აუცილებლად საჭიროა, რომ ამ გაუცხოებამ კაცობრიობის ძირითადი მასა გადააქციოს მთლიანად საკუთრებას მოკლებულ ადამიანებად, რომელნიც უპირისპირდებიან იმავე დროს სიმდიდრისა და განათლების არსებულ სამყაროს. ორივე ეს პირობა კი გულისხმობს მწარმოებლური ძალის უდიდეს ზრდას, მისი განვითარების მაღალ ხარისხს. მეორე მხრივ, წარმოებლური ძალების ეს განვითარება, რომელთანაც ერთად უკვე მოცემულია ადამიანთა მსოფლიო, ისტორიული და არა ვიწრო ადგილობრივი ყოფიერების ემპირიული განხორციელება, აბსოლუტურად აუცილებელი პრაქტიკული წინამძღვარია კიდევ იმიტომაც, რომ უამისოდ ადგილი აქვს მხოლოდ სიღარიბის საყოველთაო გავრცელებას. უკიდურესი გაჭირვების პირობებში კი ხელახლა უნდა დაწყებულიყო ბრძოლაც აუცილებლად საჭირო საგნებისათვის და მაშასადამე უნდა მკვდრეთით აღდგენილიყო მთელი ძველი სისაძაგლე. შემდეგ მწარმოებლური ძალების ეს განვითარება აუცილებელი წინამძღვარია იმიტომ, რომ მხოლოდ მწარმოებლური ძალების უნივერსალურ განვითარებასთან ერთად მყარდება ადამიანთა უნივერსალური ურთიერთობა, რის მეოხებითაც ერთის მხრივ საკუთრებას მოკლებული მასის არსებობის ფაქტი მჟღავნდება ერთდროულად ყველა ხალხში, თითოეული ამ ხალხთაგან დამოკიდებული ხდება სხვა ხალხებთან მომხდარ გადატრიალებებზე და ბოლოს ადგილობრივად შეზღუდული ინდივიდების შემსვლელებად გამოდიან მსოფლიო ისტორიული ინდივიდები, ემპირიულად უნივერსალურნი. უამისოდ, კომუნიზმს შეეძლო ეარსებნა მხოლოდ რაღაც ადგილობრივის სახით. თვით ძალები ურთიერთობისა ვერ განვითარდებოდნენ უნივერსალური და ამიტომ აუტანელი ძალების სახით ისინი დარჩებოდნენ შინაურულ და ცრურწმენით გარემოცულ გარემოებათა საფეხურზე და ურთიერთობის ყოველი გაფართოება გააუქმებდა ადგილობრივ კომუნიზმს. კომუნიზმი ემპირიულად შესაძლებელია მხოლოდ როგორც გაბატონებული ხალხების მოქმედება, შესრულებული ერთბაშად, იმავდროულად, რაც გულისხმობს მწარმოებლური ძალის უნივერსალურ განვითარებას და მასთან დაკავშირებულ მსოფლიო ურთიერთობას. სხვათა შორის, არსებობა უამრავი ადამიანისა, რომელიც მხოლოდ თავისი შრომით ცხოვრობენ, აუარება სამუშაო ძალისა, რომელიც მოწყვეტილია კაპიტალისაგან, ან და მოკლებულია თავის მოთხოვნილებათა თუნდაც შეზღუდული დაკმაყოფილების შესაძლებლობას და რომლისთვისაც დამახასიათებელია ამიტომ უკვე არა მარტო დროებითი დაკარგვა თვით ამ სამუშაოსი, როგორც ცხოვრების უზრუნველყოფილი წყაროსი, არამედ საერთოდ სრულიად არამყარი მდგომარეობაც, უკვე გულისხმობს კონკურენციის გამო მსოფლიო ბაზრის არსებობას. პროლეტარიატ შეუძლია იარსებოს, მაშასადამე მხოლოდ მსოფლიო ისტორიული აზრით, მსგავსად იმისა, როგორც კომუნიზმი, მისი მოქმედება საერთოდ შესაძლებელია მხოლოდ როგორც მსოფლიო ისტორიული არსებობა. ინდივიდთა მსოფლიო ისტორიული არსებობა კი ნიშნავს მათ ისეთ არსებობას, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული მსოფლიო ისტორიასთან. კომუნიზმი ჩვენთვის არ არის მდგომარეობა, რომელიც უნდა დამყარდეს, არ არის იდეალი, რომელსაც უნდა შეესაბამებოდეს სინამდვილე. კომუნიზმს უწოდებთ ჩვენ ნამდვილ მოძრაობას, რომელიც სპობს ახლანდელ მდგომარეობას. ამ მოძრაობის პირობები გამომდინარეობენ ამჟამად არსებული წინამძღვარიდან. ურთიერთობის ფორმა, რომელიც დღემდე არსებულ ყველა ისტორიულ საფეხურზე გაპირობებულია მწარმოებლური ძალებით და თავის მხრივ მათ განაპირობებს, არის სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც როგორც ეს ზემოთ ნათქვამიდან გამომდინარეობს, თავის წინამძღვრად და საფუძვლად აქვს მარტივი ოჯახი და რთული ოჯახი, ეგრეთ წოდებული ტომობრივი წყობილება. სამოქალაქო საზოგადოების უფრო დეტალურ განმარტებას შეიცავს ის, რაც ზემოთ ითქვა. უკვე აქ ჩანს, რომ ეს სამოქალაქო საზოგადოება მთელი ისტორიის ჭეშმარიტი კერა და ჭეშმარიტი არენაა. ჩანს უაზრობა ისტორიის წინანდელი გაგებისა, რომელიც ნამდვილ ურთიერთობებს უგულებელყოფდა და მყვირალა და გაბერულ ქმედობათა განხილვით კმაყოფილდებოდა.
აქამდე ჩვენ განვიხილავდით უმთავრესად ადამიანთა საქმიანობის ერთ მხარეს, ბუნების დამუშავებას ადამიანების მიერ. მეორე მხარე ადამიანთა დამუშავება ადამიანთა მიერ. სახელმწიფოს წარმოშობა და სახელმწიფოს დამოკიდებულება სამოქალაქო საზოგადოებასთან. ისტორიის მატერიალისტური გაგების დასკვნები, ისტორიული პროცესის მემკვიდრეობითობა, ისტორიის გადაქცევა მსოფლიო ისტორიად, კომუნისტური რევოლუციის აუცილებლობა. ისტორია სხვა არაფერია თუ არა თანმიმდევრული ცვლა ცალკეული თაობებისა, რომელთაგანაც თითოეული იყენებს ყველა წინამავალი თაობის მიერ გადმოცემულ მასალას, კაპიტალსა და მწარმოებლურ ძალებს. ამის გამო მოცემული თაობა ერთი მხრივ აგრძელებს გადმოცემულ მოქმედებას სრულიად შესრულულ პირობებში, მეორე მხრივ კი მთლიანად შესრულილი მოქმედების საშუალებით სახეს უცვლის ძველ პირობებს. მაგრამ დამახინჯებულ სპეკულაციურ წარმოდგენაში საქმის ვითარება ისეთ სახეს ღებულობს, თითქოს მომდევნო ისტორია წინა ისტორიისათვის მიზანს წარმოადგენს. თითქოს მაგალითად ამერიკის აღმოჩენას თავის ძირითად მიზნად ჰქონდა საფრანგეთის რევოლუციას დაწყების საქმეში დახმარებოდა. ამის მეშვეობით ისტორია თავის განსაკუთრებულ მიზნებს იძენს და გადაიქცევა ვინმე პირად სხვა პირთა გვერდით, როგორც მაგალითად ცვით-ცნობიერება, კრიტიკა, ერთადერთი და ასე შემდეგ. სინამდვილეში კი ის, რასაც აღნიშნავენ სიტყვებით დანიშნულება, მიზანი, ჩანასახი, იდეა ადრინდელი ისტორიისა, სხვა არაფერია თუ არა აბსტრაჰირება მერმინდელი ისტორიიდან, აბსტრაჰირება იმ აქტიური გავლენიდან, რასაც წინა ისტორია მომდევნო ისტორიაზე ახდენს. რაც უფრო ფართოვდება ამ განვითარების მსვლელობაში ცალკეული ერთი მეორეზე ზეგავლენის მომხდენი წრეები, რაც უფრო შორს მიდის ცალკეულ ეროვნებათა თავდაპირველი კარჩაკეტილობის მოსპობა გაუმჯობესებული წარმოების წესის, ურთიერთობის განვითარების მეოხებით და ამის გამო სხვადასხვა ერებს შორის სტიქიურად აღმოცენებული შრომის დანაწილების შემწეობით, მით უფრო მეტად ისტორია მსოფლიო ისტორიად იქცევა. ასე მაგალითად, თუ ინგლისში იგონებენ მანქანას, რომელიც ლუკმაპურს აცლის ხელიდან მუშების უამრავ რაოდენობას ინდოეთსა და ჩინეთში და ამ სახელმწიფოთა არსებობის მთელ ფორმაში გადატრიალებას ახდენს, მაშინ ეს გამოგონება მსოფლიო ისტორიული ფაქტი ხდება. ზუსტად ასევე შაქარმა და ყავამ მე-19 საუკუნეში თავიანთი მსოფლიო ისტორიული მნიშვნელობა იმით გამოამჟღავნეს, რომ ამ პროდუქტების ნაკლებობამ, რაც გამოწვეული იყო ნაპოლეონის კონტინენტური სისტემით, ბიძგი მისცა გერმანელებს ნაპოლეონის წინააღმდეგ ასაჯანყებლად და ამრიგად 1813 წლის სახელოვანი განმათავისუფლებელი ომების რეალური საფუძველი გახდა. აქედან გამომდინარეობს, რომ ეს გადაქცევა ისტორიისა მსოფლიო ისტორიად არ არის რაღაც აბსტრაქტული ქმედობა თვითცნობიერებისა, მსოფლიო სულისა ან და კიდევ რომელიმე მეტაფიზიკური აჩრდილისა. არამედ იგი სავსებით მატერიალური საქმეა, რომელიც შეიძლება ემპირიულად დადგინდეს, ისეთი საქმე, რომლის დამამტკიცებელია ყოველი ინდივიდი, როგორიც იგი არის ცხოვრებაში, როგორც იგი ჭამს, სვამს და იმოსება. ადრინდელ ისტორიაში ემპირიული ფაქტია, უეჭველად აგრეთვე ის გარემოებაც, რომ ცალკეული ინდივიდები მათი მოქმედების მსოფლიო ისტორიულ მოქმედებამდე გაფართოების და მიხედვით სულ უფრო და უფრო მოექცეოდნენ ხოლმე მათთვის უცხო ძალის ბატონობის ქვეშ. ამ ჩაგვრაში ისინი ხედავდნენ ეგრეთ წოდებული მსოფლიო სულის და ასე შემდეგ ოინებს. ისეთი ძალია ბატონობის ქვეშ, რომელიც სულ უფრო მასობრივი ხდება და საბოლოო ანგარიშით მსოფლიო ბაზრის სახით ვლინდება. მაგრამ ასევე ემპირიულად დასაბუთებულია ისიც, რომ გერმანელი თეორეტიკოსებისათვის ეს ესოდენ იდუმალი ძალა მოისპობა კომუნისტური რევოლუციის მიერ არსებული საზოგადოებრივი წყობილების დამხობით, რაზეც ქვემოთ იქნება ლაპარაკი და კერძო საკუთრების მოსპობით, რაც ამ რევოლუციის იდენტურია. ამასთან ყოველი ცალკეული ინდივიდის განთავისუფლება მოხდება იმავე ზომით, როგორიცაც ისტორია მთლიანად გადაიქცევა მსოფლიო ისტორიად. ის, რომ ინდივიდის ნამდვილი სულიერი სიმდიდრე მთლიანად დამოკიდებულია მის ნამდვილ ურთიერთობათა სიმდიდრეზე, ნათელია ზემოთ ნათქვამიდან. მხოლოდ ამის გამო ცალკეული ინდივიდები თავისუფლებიან სხვადასხვა ეროვნული და ადგილობრივი ჩარჩოებისაგან. ამყარებენ პრაქტიკულ კავშირს მთელი მსოფლიოს წარმოებასთან, აგრეთვე სულიერ წარმოებასთანაც და შესაძლებლობა ეძლევათ შეიძინონ იმის უნარი, რომ ისარგებლონ მთელი დედამიწის ამ ყოველმხრივი წარმოებით, ყოველივე იმით, რაც ადამიანებს შეუქმნიათ. ყოველმხრივი დამოკიდებულება, ინდივიდთა მსოფლიო ისტორიული ერთობლივი მოქმედების ეს სტიქიურად ჩამოყალიბებული ფორმა კომუნისტური რევოლუციის მეოხებით გადაიქცევა კონტროლად და შეგნებულ ბატონობად იმ ძალებზე, რომელიც ადამიანთა ერთი მეორეზე ზემოქმედებით წარმოშობილნი დღემდე ადამიანებს სრულიად უცხო ძალებად ეჩვენებოდნენ და როგორც ასეთნი მათზე ბატონობდნენ. ეს შეხედულება შეიძლება კვლავ გავიგოთ სპეკულაციურ იდეალისტურად, ესე იგი ფანტასტიკურად, როგორც თვით წარმოშობა გვარისა, საზოგადოება როგორც სუბიექტი.
წარმოიდგენთ რა ერთი მეორის მომდევნო და ერთმანეთთან დაკავშირებული ინდივიდების მთელ მწკრივს, როგორც ერთადერთ ინდივიდს, რომელიც თავისი წარმოშობის საიდუმლოებას ახდენს. აქ მჟღავნდება, რომ თუმცა ინდივიდები როგორც ფიზიკურად, ისე სულიერადაც ერთი მეორეს ქმნიან, მაგრამ ისინი მაინც არ ქმნიან თავიანთ თავს არც წმინდა ბრუნოს უაზრობის შესაფერისად, არც ერთადერთის შექმნილი ადამიანის აზრით. დასასრულ ისტორიის იმ გაგებიდან, რომელიც ჩვენ განმავითარეთ, ვღებლობთ კიდევ შემდეგ დასკვნებს. თავიანთ განვითარებაში მწარმოებლური ძალები აღწევენ ისეთ საფეხურს, რომელზეც წარმოიქმნება მწარმოებლური ძალები ურთიერთობის საშუალებანი, რომელთაც არსებულ პირობებში მხოლოდ უბედურება მოაქვს და რომელნიც უკვე აღარ არიან მწარმოებლური ძალები, არამედ დამანგრეველ ძალებს წარმოადგენენ, მანქანები და ფული. ამასთან ერთად ჩნდება კლასი, რომელიც იძულებულია თავისი მხრებით ზიდოს საზოგადოების ყველა ტვირთი, ხოლო მისი კეთილდღეობით ვერ ისარგებლოს. კლასი, რომელიც საზოგადოებიდან განდენილი აუცილებლად ვარდება ყველაზე გადამწყვეტ წინააღმდეგობაში ყველა სხვა კლასთან. ეს კლასი შეადგენს საზოგადოების ყველა წევრთა უმრავლესობას და მისგან გამოდის ძირეული აუცილებლობის შეგნება, კომუნისტური შეგნება, რომელიც შეიძლება, რა თქმა უნდა, ამ კლასის მდგომარეობის გაგების მეოხებით სხვა კლასებს შორისაც წარმოიქმნას. პირობები, რომელთა არსებობისას გარკვეული მწარმოებლური ძალების გამოყენება შეიძლება, საზოგადოების გარკვეული კლასის ბატონობის პირობებია. კლასისა, რომლის სოციალური ძალაუფლება მისი ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, თავის პრაქტიკულ იდეალისტურ გამოხატულებას ყოველთვის სათანადო სახელმწიფოებრივ ფორმაში პოულობს და ამიტომ ყოველი რევოლუციური ბრძოლა მიმართულია იმ კლასის წინააღმდეგ, რომელიც მანამდე ბატონობდა. ყველა წინანდელი რევოლუციის დროს მოქმედების ხასიათი მუდამ ხელუხლებელი რჩებოდა. მუდამ საქმე ეხებოდა ამ მოქმედების მხოლოდ სხვაგვარ განაწილებას, შრომის ახალ განაწილებას სხვა პირთა შორის, მაშინ როდესაც კომუნისტური რევოლუცია გამოდის მოქმედების აქამდე არსებული ხასიათის წინააღმდეგ, თავიდან იშორებს შრომას და სპობს ყოველგვარი კლასების ბატონობას თვით კლასებთან ერთად, იმიტომ რომ ამ რევოლუციას ახდენს ის კლასი, რომელიც საზოგადოებაში უკვე აღარ ითვლება კლასად. აღარ არის კლასად აღიარებული და რომელიც უკვე ახლანდელ საზოგადოებაში ყველა კლასის, ეროვნებისა და ასე შემდეგ დაშლის გამოხატულებას წარმოადგენს და ამ კომუნისტური შეგნების როგორც მასობრივი წარმოშობისათვის, ისე თვით მიზნის მიღწევისათვისაც აუცილებელი ადამიანთა მასობრივი შესვლაც, რაც შესაძლებელია მხოლოდ პრაქტიკულ მოძრაობაში, რევოლუციაში. მასასადამე რევოლუცია აუცილებელია არა მარტო იმიტომ, რომ არავითარი სხვა გზით არ შეიძლება გაბატონებული კლასის დამხობა, არამედ იმიტომაც, რომ დამამხობელ კლასს მხოლოდ რევოლუციაში შეუძლია მთელი ძველი სისაძაგლე თავიდან მოიშოროს და საზოგადოების ახალი საფუძვლის შექმნის უნარის მქონე გახდეს. რეზიუმე ისტორიის მატერიალისტური გაგების შესახებ. ამრიგად, ისტორიის გაგება იმაში მდგომარეობს, რომ ამ მოვალთ, რა სწორედ უშუალო ცხოვრების მატერიალური წარმოებიდან, განვიხილოთ ნამდვილი წარმოების წესთან დაკავშირებული და მის მიერ წარმოშობილი ფორმა ურთიერთობისა, ესე იგი, სამოქალაქო საზოგადოება მის სხვადასხვა საფეხურზე, როგორც საფუძველი მთელი ისტორიისა. შემდეგ საჭიროა ავსახოთ სამოქალაქო საზოგადოების მოქმედება სახელმწიფოებრივი ცხოვრების სფეროში და აგრეთვე ავხსნათ მისგან ყველა განსხვავებული თეორიული წარმონაშობი და ფორმა ცნობიერებისა, რელიგია, ფილოსოფია, მორალი და ასე შემდეგ და გამოვიკვლიოთ ამ საფუძველზე მათი წარმოქმნის პროცესი, რის მეოხებითაც, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნება ავსახოთ მთლიანად აღებული პროცესი და ამიტომ აგრეთვე ურთიერთქმედებაც მის სხვადასხვა მხარეთა შორის. ისტორიის ეს გაგება იდეალისტური გაგებისაგან განსხვავებით არ ეძებს ყოველ ეპოქაში ამა თუ იმ კატეგორიას, არამედ ყოველთვის ნამდვილი ისტორიის ნიადაგზე რჩება. გვიხსნის არა პრაქტიკას იდეებიდან, არამედ იდეურ წარმონაქმნებს მატერიალური პრაქტიკიდან და ამის გამო აგრეთვე იმ დასკვნამდე მიდის, რომ ცნობიერების ყველა ფორმა და პროდუქტი შეიძლება მოისპოს არა სულიერი კრიტიკით, არა თვითცნობიერებაში მათი განზავებით ან და მოჩვენებებად, აჩრდილებად, უცნაურობებად და ასე შემდეგ მათი გადაქცევით, არამედ მხოლოდ იმ რეალურ საზოგადოებრივ ურთიერთობათა პრაქტიკული დამხობით, რომლებიდანაც მთელი ეს იდეალისტური სისულელე წარმოიშვა. რომელიც არა კრიტიკა, არამედ რევოლუცია არის მამოძრავებელი ძალა ისტორიისა, ასევე რელიგიისა, ფილოსოფიისა და სხვა თეორიისა. ეს კონცეფცია გვიჩვენებს, რომ ისტორია არ განზავდება თვითცნობიერებაში, როგორც სულისაგან, არამედ ისტორიის ყოველი საფეხურისათვის უკვე მოცემულია გარკვეული მატერიალური შედეგი, წარმოებლური ძალების გარკვეული ჯამი, ისტორიულად შექმნილი დამოკიდებულება ადამიანებისა ბუნებისადმი და ერთი მეორისადმი,
მოცემულია ყოველი მომდევნო თაობის მიერ წინა თაობისაგან მზად მიღებული მასა მწარმოებლური ძალებისა, კაპიტალებისა და გარემოებებისა, რომელნიც, თუმცა ერთი მხრივ ახალი თაობის ხელში სახეს იცვლიან, მაგრამ მეორე მხრივ ამ თაობას უწესებენ მის საკუთარ საარსებო პირობებს და მას გარკვეულ განვითარებას, განსაკუთრებულ ხასიათს ანიჭებენ. ეს კონცეფცია გვიჩვენებს მაშასადამე, რომ გარემოებანი იმდენადვე ქმნიან ადამიანებს, რამდენადაც ადამიანები ქმნიან გარემოებებს. წარმოებლური ძალების, კაპიტალებისა და ურთიერთობის სოციალური ფორმების ის ჟამი, რასაც ყოველი ინდივიდი და ყოველი თაობა პოულობს როგორც მოცემულ რაიმეს, რეალური საფუძველია იმისა, რაც ფილოსოფოსებს წარმოედგინათ სუბსტანციის სახით და ადამიანის არსების სახით, რასაც ისინი აღმერთებდნენ და რასაც ებრძოდნენ. რეალური საფუძველი, რომლის მოქმედებასა და გავლენას ადამიანთა განვითარებაზე სრულებით არ უშლის ხელს ის გარემოება, რომ ფილოსოფოსები ჯანყდებიან მის წინააღმდეგ როგორც თვითცნობიერება და ერთადერთნი. ცხოვრების პირობები, რომელთაც სხვადასხვა თაობანი მზად ნახულობენ, წყვეტენ აგრეთვე იმასაც, იქნებიან თუ არა რევოლუციური ძვრები ისტორიის მანძილზე, რომ პერიოდულად მეორდებიან, საკმაოდ ძლიერნი იმისათვის, რომ დაამხონ ყოველივე არსებული საფუძველი და თუ არ არსებობს საყოველთაო გადატრიალების ეს მატერიალური ელემენტები, სახელდობრ, ერთი მხრივ გარკვეული მწარმოებლური ძალები, მეორე მხრივ კი ფორმირება რევოლუციური მასისა, რომელიც ჯანყდება არა მარტო წინანდელი საზოგადოების ცალკეული პირობების წინააღმდეგ, არამედ თვით წინანდელი საზოგადოების ცხოვრების წარმოების წინააღმდეგაც, ერთობლივი მოქმედების წინააღმდეგაც, რაზედაც იგი დაფუძნებულია. თუ ეს მატერიალური ელემენტები არ არის, მაშინ როგორც ამას კომუნიზმის ისტორია ამტკიცებს, პრაქტიკული განვითარებისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, რომ ამ გადატრიალების იდეა უკვე 1000-ჯერ იყო გამოთქმული. უსაფუძვლობა ისტორიის მთელი წინანდელი იდეალისტური გაგებისა, განსაკუთრებით გერმანული ჰეგელის შემდგომდროინდელი ფილოსოფიისა. ისტორიის მთელი წინანდელი გაგება ან სრულიად უგულებელყოფდა ისტორიის ამ ნამდვილ საფუძველს, ან და განიხილავდა მას მხოლოდ როგორც მეორე ხარისხოვან ფაქტორს, რომელიც მოკლებულია ყოველგვარ კავშირს ისტორიულ პროცესთან. ასეთი მიდგომისას ისტორია მუდამ უნდა ეწერათ მის გარეშე მდებარე რაიმე მასშტაბის მიხედვით. ცხოვრების ნამდვილი წარმოება წარმოგვიდგებოდა რაღაც ისტორიამდელ რამედ, ისტორიული კი რაღაც ჩვეულებრივი ცხოვრებისაგან მოწყვეტილ რამედ, რაღაც სამყაროს გარეთ და სამყაროს ზევით მდგომ რამედ. ამით ისტორიიდან გამორიცხული ადამიანთა დამოკიდებულება ბუნებასა და ისტორიას შორის. ამიტომ ამ კონცეფციას შეეძლო ისტორიაში დაენახა მხოლოდ მკვირალა პოლიტიკური ქმედობანი და რელიგიური, საერთოდ თეორიული ბრძოლა და ყოველთვის ამა თუ იმ ისტორიული ეპოქის ასახვისას იგი იძულებული იყო ამ ეპოქის ილუზიები გაეზიარებინა. ასე მაგალითად, თუ რომელიმე ეპოქას წარმოუდგენია, რომ იგი განისაზღვრება წმინდა პოლიტიკური ან რელიგიური მოტივებით, თუმცა რელიგია და პოლიტიკა მისი ნამდვილი მოტივების მხოლოდ ფორმებია, მაშინ მისი ისტორიკოსი ითვისებს ამ შეხედულებას. ამ გარკვეული ადამიანების წარმოსახვა, წარმოდგენა თავიანთი ნამდვილი პრაქტიკის შესახებ გადაიქცეოდა ერთადერთ განსაზღვრელ და აქტიურ ძალად, რომელიც ბატონობს ამ ადამიანთა პრაქტიკაზე და განსაზღვრავს მას. თუ ის პრიმიტიული ფორმა, რომელშიც ინდუსებთან და ეგვიპტელებთან შრომის დანაწილება არსებობს, კასტურ წყობილებას წარმოშობს ამ ხალხთა სახელმწიფოსა და რელიგიაში, მაშინ ისტორიკოსს გონია, თითქოს კასტური წყობილება არის სწორედ ის ძალა, რომელმაც ეს პრიმიტიული საზოგადოებრივი ფორმა წარმოშვა. მაშინ, როდესაც ფრანგები და ინგლისელები ებღაუჭებიან ყოველ შემთხვევაში ამ პოლიტიკურ ილუზიას, რომელიც სინამდვილესთან მაინც ყველაზე ახლოსაა, გერმანელები ტრიალებენ წმინდა სულის სფეროში და ისტორიის მამოძრავებელ ძალად რელიგიურ ილუზიას აღიარებენ. ისტორიის ჰეგელისეული ფილოსოფია, ეს არის უკანასკნელი თავის უწმინდეს გამოხატულებამდე მისული ნაყოფი მთელი ამ გერმანული ისტორიოგრაფიისა, რომლის თვალსაზრისითაც მთელი საქმე მდგომარეობს არა ნამდვილ და არა თვით პოლიტიკურ ინტერესებშიც კი, არამედ წმინდა აზრებში. ისტორიის ეს ფილოსოფია შემდეგ აგრეთვე წმინდა ბრუნოს აუცილებლად წარმოუდგება მთელი რიგი აზრების სახით, სადაც ერთი მთქავს მეორეს და ბოლოს თვითცნობიერებაში ქრება. კიდევ უფრო თანმიმდევრულია წმინდა მაქს შტირნერი, რომელმაც სრულებით არაფერი არ იცის ნამდვილი ისტორიის შესახებ და რომელსაც ისტორიული პროცესი წარმოუდგება მარტოოდენ რაინდების, ყაჩაღებისა და აჩრდილთა ისტორიად. ისტორიად, რომლის მოჩვენებათაგან თავის დაღწევა მას, რა თქმა უნდა, მხოლოდ უღმერთობის საშუალებით შეუძლია. ეს კონცეფცია სინამდვილეში რელიგიურია. იგი გულისხმობს რელიგიურ ადამიანს როგორც პირველ ყოფილ ადამიანს, რომლიდანაც მომდინარეობს მთელი ისტორია. ცხოვრების საშუალებათა და თვით ცხოვრების ნამდვილი წარმოება კი მას თავის წარმოსახვაში შესვლილი აქვს ფანტაზიათა რელიგიური წარმოებით.
ისტორიის მთელი ეს გაგება მის დაშლასთან და აქედან გამომდინარე ეჭვებთან და ყოყმანთან ერთად მარტოოდენ გერმანელების ეროვნული საქმეა და მას მხოლოდ ადგილობრივი ინტერესი აქვს გერმანიისათვის. ასეთია მაგალითად მნიშვნელოვანი უკანასკნელ დროს არაერთხელ განხილული საკითხი, როგორ შეიძლება კაცმა რომ თქვას ღვთის სამეფოდან ადამიანთა სამეფოში მოხვედრა. თითქოს ამ ღვთის სამეფოს ეარსებნოს ოდესმე სხვაგან სადმე გარდა ფანტაზიისა, ხოლო დიდ განსწავლულ კაცებს არ ეცხოვროთ მუდამ თვითონაც არ იცოდნენ რა ამის შესახებ ადამიანთა სამეფოში, რომლისკენ მიმავალ გზას ისინი ახლა ეძებენ და თითქოს ამოცანა მეცნიერული გართობისა, ვინაიდან ეს მეტი არაფერია თუ არა გართობა, რომელსაც მიზნად აქვს ახსნას თეორიულ ზეციურ სამყაროთა ამ წარმოქმნის უცნაური ხასიათი, არ მდგომარეობდეს პირიქით სწორედ იმაში, რომ გვიჩვენოს მათი წარმოშობა ნამდვილი ამქვეყნიური ურთიერთობებიდან. საერთოდ ეს გერმანელები მუდამ იმას ცდილობენ, რომ ყოველი უკვე არსებული უაზრობა რაიმე სხვა სისულელემდე დაიყვანონ, ესე იგი, ვარაუდობენ, რომ მთელ ამ უაზრობას აქვს რაღაც განსაკუთრებული აზრი, რომელიც უნდა გაიხსნას, მაშინ, როდესაც მთელი საქმე იმაშია, რომ ეს თეორიული ფრაზები არსებულ ნამდვილ ურთიერთობათაგან აიხსნას. ამ ფრაზების ნამდვილი პრაქტიკული მოსპობა ადამიანთა ცნობიერებიდან ამ წარმოდგენათა აღმოფხვრა ხორციელდება, როგორც უკვე ითქვა, პირობების შეცვლით და არა თეორიული დედუქციებით. ადამიანთა ძირითადი მასისათვის, ესე იგი პროლეტარიატისათვის, ეს თეორიული წარმოდგენანი არ არსებობს და მაშასადამე ამ მასის მიმართ მათი მოსპობა არც არის საჭირო. ხოლო თუ ამ მასას ოდესმე ჰქონდა კიდეც რაღაც თეორიული წარმოდგენანი, მაგალითად რელიგია, ისინი უკვე დიდი ხანია მოსპობილნი არიან გარემოებებით. აღნიშნული საკითხებისა და მათი გადაწყვეტის წმინდა ეროვნული ხასიათი მჟღავნდება კიდეც იმაშიც, რომ ეს თეორეტიკოსები სრულიად სერიოზულად ფიქრობენ, თითქოს სხვადასხვა გამოგონებანი, როგორიცაა ღმერთკაცი, კაცი და ასე შემდეგ, ხელმძღვანელობდნენ ისტორიის ცალკეულ ეპოქებს. წმინდა ბრუნო იმის მტკიცებულებამდეც კი მიდის, რომ მხოლოდ კრიტიკა და კრიტიკოსები აკეთებდნენ ისტორიას. ხოლო როცა ეს თეორეტიკოსები თვითონ ჰკიდებენ ხელს ისტორიულ კონსტრუქციებს, ისინი უდიდესი სისწრაფით გადაახტებიან ხოლმე მთელ წარსულს და დაუყოვნებლივ გადადიან მონღოლობიდან ნამდვილად შინაარსიან ისტორიაზე, სახელდობრ ჰალიშე იარბუხერისა და დოიჩე იარბუხერის ისტორიაზე და ჰეგელისეული სკოლის საყოველთაო კინკლაობად გადაგვარების ისტორიაზე. ყველა დანარჩენი ერი და ყველა ნამდვილი მოვლენა დავიწყებას ეძლება. თეატრო მუნდი შემოიფარგლება ლაიფციგის წიგნის ბაზრობის საზღვრებით და კრიტიკის, ადამიანის და ერთადერთის ურთიერთკინკლაობით. თუგი ჩვენი თეორეტიკოსები ოდესმე ხელს კიდებენ კიდეც ნამდვილად ისტორიულ თემებს, როგორც მაგალითად მე-18 საუკუნის ისტორიას, ისინი იძლევიან მხოლოდ წარმოდგენათა ისტორიას, მოწყვეტილს იმ ფაქტებისაგან და პრაქტიკული პროცესებისაგან, რომლებიც საფუძვლად უდევს ამ წარმოდგენებს და ამ ისტორიასაც მხოლოდ იმ მიზნით გადმოგვცემენ, რომ განსახილველი ეპოქა ასახონ როგორც არასრულყოფილი, წინასწარი საფეხური როგორც ჯერ კიდევ შეზღუდული წინამორბედი ჭეშმარიტად ისტორიული ეპოქისა. ესე იგი 1840-54 წლების გერმანული ფილოსოფიური ბრძოლის ეპოქისა. მათ მიერ დასახულ მიზანს დაწერონ წარსულის ისტორია, რათა განსაკუთრებულად ნათელი შუქი მოჰფინონ რომელიმე არაისტორიული პიროვნებისა და მის ფანტაზიათა სახელს, შეესაბამება ისიც, რომ ისინი სრულიად არ იხსენიებენ ნამდვილად ისტორიულ მოვლენებს. არ იხსენიებენ ისტორიული ჩარევის შემთხვევებსაც კი, არამედ თვითნებურ კონსტრუქციებსა და ლიტერატურულ ჭორებზე დამყარებულ ამბებს, როგორც ეს წმინდა ბრუნომ გააკეთა მის ამჟამად უკვე დავიწყებულ მე-18 საუკუნის ისტორიაში. აზრებით ეს მაღალფარდოვანი და მკვეხარა ვაჭრები, რომელთაც გონიათ, რომ ისინი ყოველგვარ ეროვნულ ცრურწმენებზე უსასრულოდ მაღლად განან, სინამდვილეში კიდევ უფრო შეზღუდულნი არიან ეროვნულად, ვიდრე ლუთხანათა ფილისტერები, გერმანიის ერთიანობაზე რომ ოცნებობენ. მათ არ მიაჩნიათ სხვა ხალხთა საქმეები ისტორიულ საქმეებად. ისინი ცხოვრობენ გერმანიაში, გერმანიით და გერმანიისათვის. სიმღერას რაინზე ისინი აქცევენ სასულიერო კანტატად და იპყრობენ ელზას და ლორენს. ქურდავენ რა არა ფრანგულ სახელმწიფოს, არამედ ფრანგულ ფილოსოფიას. აგერმანულებენ არა ფრანგულ პროვინციებს, არამედ ფრანგულ აზრებს. ბატონი ვენედეი კოსმოპოლიტია შედარებით წმინდა ბრნოსთან და წმინდა მაქსთან, რომელნის თეორიის მსოფლიო ბატონობის ალმით გერმანიის მსოფლიო ბატონობას გვამცნობენ. დამატებითი კრიტიკა ფოიერბახისა, ისტორიის მისი იდეალისტური გაგებისა.
მთელი ამ ანალიზიდან ჩანს აგრეთვე თუ რამდენად ხდება ფოიერბახი, როცა იგი საზოგადოებრივი ადამიანის განსაზღვრის საშუალებით თავის თავს კომუნისტად აცხადებს და ამ განსაზღვრას ადამიანის პრედიკატად აქცევს და მიაჩნია მაშასადამე, რომ შესაძლებელია კვლავ გადაიქცეს შიშველ კატეგორიად სიტყვა კომუნისტი, რომელიც არსებულ სამყაროში გარკვეული რევოლუციური პარტიის მიმდევარს აღნიშნავს. ფოიერბახის მთელი დედუქცია ადამიანთა ერთი მეორისადმი დამოკიდებულების საკითხში მხოლოდ იქითკენაა მიმართული, რათა დაამტკიცოს, რომ ადამიანები საჭიროებენ და ყოველთვის საჭიროებდნენ ერთი მეორეს. მას სურს განამტკიცოს ამ ფაქტის შეცნობა. სურს მაშასადამე, როგორც სხვა თეორეტიკოსებსაც, მიაღწიოს რაღაც არსებული ფაქტის მხოლოდ სწორ შეცნობას. მაშინ, როდესაც ნამდვილი კომუნისტის ამოცანა ისაა, რომ ეს არსებული დაამხოს. ჩვენ სხვათა შორის სავსებით ვაღიარებთ, რომ ფოიერბახი სწორედ ამ ფაქტის შეცნობის მიღწევას რომ ესწრაფვის, იმდენად შორს მიდის, რამდენადაც საერთოდ თეორეტიკოს შეუძლია წავიდეს. არ შეწყვეტს რა თეორეტიკოსად და ფილოსოფოსად ყოფნას. მაგრამ დამახასიათებელია ის, რომ წმინდანები ბრუნო და მაქსი ნამდვილი კომუნისტის ადგილას მყისვე აყენებენ ფოიერბახისეულ წარმოდგენას კომუნისტზე, რაც ნაწილობრივ უკვე იმისთვის კეთდება, რომ მათ შეძლონ შეებრძოლონ კომუნიზმსაც, როგორც სულს სულისაგან, როგორც ფილოსოფიურ კატეგორიას, როგორც თანაბარ მოწინააღმდეგეს. წმინდა ბრუნოსთან კი ეს კეთდება აგრეთვე პრაგმატული ინტერესების გამოც. მაგალითის სახით, რომელიც არსებულის აღიარებისა და იმავე დროს მისი გაუგებლობის ილუსტრაციას იძლევა, ამ აღიარებას და ამ გაუგებლობას კი ფოიერბახი ჯერ კიდევ იზიარებს ჩვენს მოწინააღმდეგეებთან ერთად. გავიხსენოთ ის ადგილი მომავლის ფილოსოფიიდან, სადაც იგი ამტკიცებს, რომ რომელიმე ნივთის ან რომელიმე ადამიანის ყოფიერება ამასთანავე მისი არსებაც არის, რომ რომელიმე ცხოველური ინდივიდის არსებას, კმაყოფილების გზნობას გვრის ყოველი გამონაკლისი გარკვევით განიხილება აქ როგორც უბედური შემთხვევა, როგორც არანორმალურობა, რომლის შეცვლაც შეუძლებელია. თუ მაშასადამე მილიონობით პროლეტარები სრულიადაც არ არიან დაკმაყოფილებულნი თავიანთი ცხოვრების პირობებით, თუ მათი ყოფიერება ოდნავადაც კი არ შეესაბამება მათს არსებას, მაშინ ხსენებული ადგილის თანახმად ეს გარდუვალი უბედურებაა, რომელიც მშვიდად უნდა იქნეს გადატანილიო. მაგრამ პროლეტარების ან კომუნისტების ეს მილიონები სულ სხვანაირად ფიქრობენ და თავის დროზე დაამტკიცებენ ამას, როცა ისინი პრაქტიკულად რევოლუციის გზით თავიანთ ყოფიერებას შესაბამისობაში მოიყვანენ თავიანთ არსებასთან. მსგავს შემთხვევებში ფოიერბახი ამიტომ არასოდეს არ ლაპარაკობს ადამიანის სამყაროზე, არამედ ყოველთვის თავს შველის გარე ბუნების სფეროში გაქცევით, თანაც ისეთი ბუნებისა, რომელიც ჯერ კიდევ არ დაქვემდებარებია ადამიანთა ბატონობას. მაგრამ ყოველ ახალ გამოგონებასთან, მრეწველობის ყოველ წინ გადადგმულ ნაბიჯთან ერთად ამ დარგს სცილდება ახალი ნაჭერი და ის ნიადაგი, რომელზეც აღმოცენდება ხოლმე მაგალითები მსგავსი ფოიერბახისეული დებულებებისათვის, ამრიგად სულ უფრო მცირდება. დავკმაყოფილდებით ერთი დებულებით. თევზის არსება არის მისი ყოფიერება, წყალი. მდინარის თევზის არსება არის მდინარის წყალი, მაგრამ ეს წყალი შეწყვეტს თევზის არსებად ყოფნას. იგი უკვე შეუფერებელი გარემო ხდება თევზის არსებობისათვის, როგორც კი ეს მდინარე მრეწველობას დაუქვემდებარდება, როგორც კი იგი გაჭუჭყიანდება საღებავი ნივთიერებებით და სხვა ნარჩენებით, როგორც კი მის დაკვალვას დაიწყებენ გემები, როგორც კი მისი წყალი გადაგდებული იქნება არხებში, სადაც თევზს შეიძლება წაერთვას მისი არსებობისათვის საჭირო გარემო, რა კი უბრალოდ წყლის მიწოდება შეწყდება. მსგავსი სახის ყველა წინააღმდეგობის გამოცხადება გარდაუვალ არანორმალურობად არსებითად არ განსხვავდება იმ ნუგეშისაგან, რასაც წმინდა მაქს შტირნერი უკმაყოფილო ადამიანებს აძლევს, როცა ეუბნება, რომ ეს წინააღმდეგობა მათი საკუთარი წინააღმდეგობაა. ეს ცუდი მდგომარეობა მათი საკუთარი ცუდი მდგომარეობაა. ამასთან მათ შეუძლიათ ან ამით დამშვიდნენ, ან საკუთარი უკმაყოფილება თავისთვის დაიტოვონ, ან და ფანტასტიკურად აჯანყდნენ ამ მდგომარეობის წინააღმდეგ. ასევე ცოტათი განსხვავდება ფოიერბახის ეს კონცეფცია წმინდა ბრუნოს საყვედურისაგან. ეს ბედშავი გარემოებანი იქიდან მომდინარეობენო, რომ ისინი, ვისაც უბედურება თავს დაატყდა, სუბსტანციის ნეხვში ჩარჩნენ, ვერ მივიდნენ აბსოლუტურ თვითცნობიერებამდე და ვერ შეიცნეს ეს ცუდი ურთიერთობანი, როგორც სული თავისი სულისაგან. გერმანული იდეოლოგია, თავი პირველი. ფოიერბახი. მატერიალისტური და იდეალისტური შეხედულებების დაპირისპირებულობა. როგორც გერმანელი იდეოლოგები გვაუწყებენ, გერმანიამ უკანასკნელ წლებში უმაგალითო გადატრიალება განიცადა. ჰეგელის სისტემის გაღწნის პროცესი შტრაუსით დაწყებული გადაიქცა მსოფლიო დუღილად, რომელმაც მოიცვა ყველა ძალები წარსულისა.
საყოველთაო ქაოსში წარმოიშვებოდნენ მძლავრი სახელმწიფოები, რათა მაშინვე კვლავ გამქრალიყვნენ. გამოჩნდებოდნენ ერთი წუთით გმირები, რომელთაც უფრო გაბედული და უფრო ძლიერი მეტოქენი კვლავ წვდეათში აგდებდნენ. ეს იყო რევოლუცია, რომელთან შედარებით საფრანგეთის რევოლუცია მხოლოდ ბავშვურ თამაშს წარმოადგენდა. ეს იყო მსოფლიო ბრძოლა, რომლის წინაშე დიადოხთა ბრძოლა უმნიშვნელო რამედ გვეჩვენება. გაუგონარი სისწრაფით აძევებდა ერთი პრინციპი მეორეს, ანადგურებდა აზრის ერთი გმირი მეორეს და 3 წლის მანძილზე 1842-დან 1845 წლამდე გერმანიაში მოხდა უფრო საფუძვლიანი წმენდა, ვიდრე წინათ 3 საუკუნის განმავლობაში. ყოველივე ეს წმინდა აზრის სფეროში მოხდაო. როგორც არ უნდა იყოს, საქმე გვაქვს საინტერესო მოვლენასთან, აბსოლუტური სულის გაღწნის პროცესთან. როცა მასში სიცოცხლის უკანასკნელი ნაპერწკალი ჩაქრა, ამ კაპუტ მორტუუმის სხვადასხვა შემადგენელი ნაწილები დაიშალნენ, ახალ შენაერთებად შეკავშირდნენ და ახალი ნივთიერებანი წარმოქმნეს. ადამიანები, რომელთაც ფილოსოფია ხელობად გაიხადეს, რომელნიც მანამდე აბსოლუტური სულის ექსპლუატაციით არსებობდნენ, ეკვეთნენ ახლა ამ შენაერთებს. თითოეული უდიდესი გულმოდგინებით შეუდგა მისი ხვედრი წილის გასაღებას. საქმე უკონკურენციოდ ვერ მოგვარდებოდა. დასაწყისში ამ კონკურენციას საკმაოდ სოლიდური, ბიურგერულად წესიერი ხასიათი ჰქონდა, მაგრამ შემდეგ, როცა გერმანული ბაზარი პირთამდე ავსებული აღმოჩნდა, მსოფლიო ბაზარზე კი მიუხედავად ყველა ღონისძიებისა საქონელი მოთხოვნას ვერ ნახულობდა, მთელი საქმე ჩვეულებრივი გერმანული ყაიდის თანახმად გაფუჭდა ფაბრიკული და გაბერილი წარმოებით, საქონლის ხარისხის გაუარესებით, ნედლეულის ფალსიფიკაციით, ეტიკეტების გაყალბებებით, ფიქციური შესყიდვებით, სათამასო ხრიკებითა და ყოველგვარ რეალურ ნიადაგს მოკლებული საკრედიტო სისტემით. კონკურენცია გადაიქცა გააფთრებულ ბრძოლად, რომელსაც ახლა ჩვენ გვიქებენ და გვისახავენ როგორც მსოფლიო ისტორიული მნიშვნელობის გადატრიალებას, როგორც უდიდესი შედეგებისა და მიღწევების წარმომშობ ფაქტორს. იმისათვის, რომ ღირსეულად შევავსოთ მთელი ეს ფილოსოფიური შარლატანობა, რომელიც პატივცემული გერმანელი ბიურგერის გულშიც კი მისთვის ესოდენ სასიამოვნო ეროვნულ გრძნობებს იწვევს, იმისათვის, რომ ცხადვყოთ მთელი ამ ახალგაზრდა ჰეგელიანური მოძრაობის წვრილმანობა, პროვინციული შეზღუდულობა, განსაკუთრებით კი იმისათვის, რომ გამოვამჟღავნოთ ტრაგიკომიკური კონტრასტი ამ გმირების ნამდვილ მოქმედებათა და ამ მოქმედებათა შესახებ ილუზიებს შორის, აუცილებლად საჭიროა მთელ ამ აურზაურს გერმანიის გარეთ მდებარე პოზიციიდან გადავხედოთ. იდეოლოგია საერთოდ, გერმანული განსაკუთრებით. გერმანულ კრიტიკას თავის უკანასკნელ ჭაპანწყვეტამდე არ მიუტოვებია ფილოსოფიის ნიადაგი. ყველა პრობლემა ამ კრიტიკისა, რომელიც მეტად დაშორებული იყო იმას, რომ თავისი ზოგად ფილოსოფიური წინამძღვრები გამოეკვლია, გარკვეული ფილოსოფიური სისტემის, სახელდობრ ჰეგელის სისტემის ნიადაგზე აღმოცენდა. არა მარტო ამ კრიტიკის პასუხები, არამედ უკვე თვით მისი კითხვებიც მისტიფიკაციას შეიცავდნენ. ეს დამოკიდებულება ჰეგელზე მიზეზია იმისა, თუ რატომ არც ერთი ამ ახალმოვლენილი კრიტიკოსებიდან არც კი შესწილა ხელი მოეკიდა ჰეგელის სისტემის ყოველმხრივი კრიტიკისათვის, თუმცა თითოეული მათგანი ამტკიცებს, რომ ჰეგელის ფილოსოფიის საზღვრებს გასცდა. მათი პოლემიკა ჰეგელისა და ერთი მეორის წინააღმდეგ იმით კმაყოფილდება, რომ თითოეული მათგანი ამოგლეჯს ჰეგელის სისტემის ერთ რომელიმე მხარეს და მიმართავს მას როგორც მთლიანად აღებული სისტემის წინააღმდეგ, ისე სხვების მიერ ამოგლეჯილი მხარეების საწინააღმდეგოდაც. ჯერ ამოგლეჯდნენ ჰეგელისეულ კატეგორიებს მათი წმინდა, გაუყალბებელი სახით, როგორიცაა მაგალითად სუბსტანცია და თვითცნობიერება. შემდეგ ახდენენ ამ კატეგორიების პროფანაციას, აღნიშნავდნენ რა მათ უფრო ამქვეყნიური სახელებით, როგორც მაგალითად გვარი, ერთადერთი, ადამიანი და ასე შემდეგ. მთელი გერმანული ფილოსოფიური კრიტიკა შტრაუსიდან დაწყებული შტირნერამდე კმაყოფილდება რელიგიურ წარმოდგენათა კრიტიკით. ამოსავალ წერტილს წარმოადგენენ რელიგია და თეოლოგია ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით. თუ რა არის რელიგიური ცნობიერება, რელიგიური წარმოდგენა, ამას შემდეგში სხვადასხვანაირად განსაზღვრავდნენ. მთელი პროგრესი იმაში მდგომარეობდა, რომ ვითომ და გაბატონებული მეტაფიზიკური, პოლიტიკური, სამართლებრივი, მორალური და სხვა წარმოდგენანი ასევე შეჰქონდათ რელიგიურ, ანუ თეოლოგიურ წარმოდგენათა სფეროში და თანაც პოლიტიკური, სამართლებრივი. მორალური ცნობიერება გამოცხადებული იყო რელიგიურ, ანუ თეოლოგიურ ცნობიერებად, ხოლო პოლიტიკური, სამართლებრივი, მორალური ადამიანი საბოლოო ანგარიშით ადამიანის საერთოდ აღიარებული იყო რელიგიურ ადამიანად. რელიგიის ბატონობა წინასწარ იგულისხმებოდა. თანდათანობით ყოველგვარი გაბატონებული ურთიერთობა რელიგიურ ურთიერთობად გამოცხადდა და გადაიქცა კულტად, სამართლის კულტად, სახელმწიფოს კულტად და ასე შემდეგ. ყველგან ჩანდა მხოლოდ დოგმატები და დოგმატების რწმენა.
სულ უფრო დიდი მოცულობით ხდებოდა სამყაროს კანონიზება. სანამ ბოლოს დიდად პატივცემულმა წმინდა მაქსმა არ შეძლო გამოეცხადებინა იგი M-ბლოკ წმინდა სამყაროდ და ამრიგად ერთხელ და სამუდამოდ მოეთავებინა იგი. ძველ ჰეგელიანელებს მიაჩნდათ, რომ მათ მიერ ყველაფერი გაგებულია, თუ კი ეს ამა თუ იმ ჰეგელისეულ ლოგიკურ კატეგორიაშია მოთავსებული. ახალგაზრდა ჰეგელიანელები ყველაფერს აკრიტიკებდნენ, შრიდნენ რა ყველგან რელიგიურ წარმოდგენებს და აცხადებდნენ რა ყველაფერს თეოლოგიურ რამედ. ახალგაზრდა ჰეგელიანელები იზიარებდნენ ძველ ჰეგელიანელების რწმენას იმისადმი, რომ არსებულ სამყაროში გაბატონებულია რელიგია, ცნებები, საყოველთაო. მაგრამ ერთნი ჯანყდებიან ამ ბატონობის წინააღმდეგ, როგორც უზურპაციის წინააღმდეგ, მეორენი კი დიდებით მოსავენ მას, როგორც რაღაც კანონიერს. რადგან ამ ახალგაზრდა ჰეგელიანელებთან აზრები, ცნებები, საერთოდ პროდუქტები მათ მიერ რაღაც დამოუკიდებელ რამედ გადაქცეული ცნობიერებისა, ადამიანთან ნამდვილ ბორკილებადაა ამიჩნეული, სავსებით ისევე როგორც ძველ ჰეგელიანელებთან, ისინი გამოცხადებულია ადამიანთა საზოგადოების ნამდვილ სამაგრებად. ამიტომ გასაგები ხდება, რომ ახალგაზრდა ჰეგელიანელებმა მხოლოდ ცნობიერების ამ ილუზიების წინააღმდეგ უნდა იბრძოლონ. რადგან მათი ფანტაზიის თანახმად ადამიანთა ურთიერთობანი, მთელი მათი მოქმედება და მთელი მათი ყოფაქცევა, მათი ბორკილები და საზღვრები მათი ცნობიერების პროდუქტებია, ამიტომ ახალგაზრდა ჰეგელიანელები სავსებით თანმიმდევრულად უყენებენ ადამიანებს მორალურ მოთხოვნას. შეცვალონ ახლანდელი მათი ცნობიერება კრიტიკული ან ეგოისტური ცნობიერებით და ამ გზით თავიდან მოიშორონ მათი შემზღუდავი საზღვრები. ეს მოთხოვნა ცნობიერების შესვლისა დაყვანილია მოთხოვნაზე, სხვადასხვაგვარად განმარტო არსებული, რაც ნიშნავს აღიარო იგი იმით, რომ სხვაგვარი განმარტება მისცე მას. ახალგაზრდა ჰეგელიანელი იდეოლოგები მიუხედავად მათი ვითომ და ქვეყნიერების შემზრავი ფრაზებისა, უდიდესი კონსერვატორები არიან. მათგან ყველაზე ახალგაზრდებმა ზუსტი გამოხატულება მონახეს თავიანთი მოქმედებისათვის, როცა განაცხადეს, რომ ისინი მხოლოდ ფრაზების წინააღმდეგ იბრძვიან. მათ ავიწყდებათ, რომ თვითონ ამ ფრაზებს არაფერს არ უპირისპირებენ გარდა ფრაზებისა და რომ ისინი სრულიადაც არ იბრძვიან ნამდვილი არსებული სამყაროს წინააღმდეგ, თუ მხოლოდ ამ სამყაროს ფრაზების წინააღმდეგ იბრძვიან. ერთადერთი შედეგი, რომლის მიღწევაც ამ ფილოსოფიურ კრიტიკას შეეძლო, ეს არის რამდენიმე და ისიც ცალმხრივი ისტორიულ რელიგიური ახსნა-განმარტება ქრისტიანობის შესახებ. მათი ყველა დანარჩენი მტკიცება, ეს მხოლოდ შემდგომი შელამაზებაა მათი პრეტენზიისა იმის მიმართ, რომ მათ ამ უმნიშვნელო ახსნა-განმარტებებით თითქოს მსოფლიო ისტორიული აღმოჩენანი მოახდინეს. არც ერთს ამ ფილოსოფოს თაგანს აზრადაც არ მოსვლია დაესვა თავისთავისთვის საკითხი გერმანული ფილოსოფიის გერმანულ სინამდვილესთან კავშირის შესახებ, მათი კრიტიკის მათივე საკუთარ მატერიალურ გარემოსთან კავშირის შესახებ. წინამძღვრები, რომლებიდანაც ამოდის ისტორიის მატერიალისტური გაგება. წინამძღვრები, რომლებითაც ჩვენ ვიწყებთ, არ არიან თვითნებურნი, ისინი არ არიან დოგმები. ეს ნამდვილი წინამძღვრებია, რომელთაგან აბსტრაჰირება მხოლოდ წარმოსახვაში შეიძლება. ეს ნამდვილი ინდივიდებია, მათი მოქმედება და მათი ცხოვრების მატერიალური პირობები, როგორც მათ მიერ მზად ნაპოვნი, ისე მათი საკუთარი მოქმედებით შექმნილი პირობები. ამრიგად, ამ წინამძღვართა დადგენა შეიძლება წმინდა ემპირიული გზით. ადამიანთა ყოველი ისტორიის პირველი წინამძღვარი ეს არის, რასაკვირველია, ცოცხალ ადამიანურ ინდივიდთა არსებობა. ამიტომ პირველი კონკრეტული ფაქტი, რომელიც კონსტატირებულ უნდა იქნეს, ეს არის ამ ინდივიდთა სხეულებრივი ორგანიზაცია და ამით განპირობებული დამოკიდებულება მათი დანარჩენ ბუნებასთან. ჩვენ აქ არ შეგვიძლია, რა თქმა უნდა, ღრმად შევისწავლოთ თვით ადამიანთა ფიზიკური თვისებები, არც მათ მიერ მზად ნაპოვნი ბუნებრივი პირობები, გეოლოგიური, ოროჰიდროგრაფიული, კლიმატური და სხვა ურთიერთობანი. ყოველი ისტორიოგრაფია უნდა ამოდიოდეს ამ ბუნებრივი საფუძვლებიდან და მათი იმ სახესრულებებიდან, რომელთაც ისინი ისტორიის მსვლელობაში ადამიანთა მოქმედების მეოხებით განიცდიან. ადამიანები შეიძლება განვასხვაოთ ცხოველებისაგან ცნობიერებით, რელიგიით, საერთოდ რითაც გნებავთ. თვით ადამიანები ცხოველებისაგან თავიანთი თავის განსხვავებას იწყებენ, როგორც კი ხელს კიდებენ მათთვის აუცილებელ საარსებო საშუალებათა წარმოებას. ნაბიჯი, რომელიც გაპირობებულია მათი სხეულებრივი ორგანიზაციით. თავიანთ აუცილებელ საარსებო საშუალებათა წარმოებით ადამიანები არაპირდაპირ თვით თავიანთ მატერიალურ ცხოვრებასაც აწარმოებენ. წესი, რომლითაც ადამიანები მათთვის აუცილებელ საარსებო საშუალებებს აწარმოებენ, დამოკიდებულია უწინარეს ყოვლისა იმ საარსებო საშუალებათა თვისებებზე, რომელთაც ისინი მზასახით პოულობენ და რომლებიც კვლავ წარმოებას საჭიროებენ. ეს წარმოების წესი უნდა განვიხილოთ არა მარტო იმ მხრიდან, რომ იგი ინდივიდთა ფიზიკური არსებობის კვლავ წარმოებას წარმოადგენს. კიდევ უფრო მეტად ეს არის მოცემულ ინდივიდთა მოქმედების გარკვეული წესი, გარკვეული სახე მათი სასიცოცხლო მოქმედებისა, მათი გარკვეული ცხოვრების წესი. როგორიცაა ინდივიდთა სასიცოცხლო მოქმედება, ისეთივენი არიან თვით ისინი.
ის, რასაც ისინი წარმოადგენენ, ემთხვევა მაშასადამე მათ წარმოებას, ემთხვევა როგორც იმას, რასაც ისინი აწარმოებენ, ასევე იმასაც, თუ როგორ აწარმოებენ ისინი. თუ რას წარმოადგენენ ინდივიდები, ეს დამოკიდებულია მაშასადამე მათი წარმოების მატერიალურ პირობებზე. ეს წარმოება იწყება პირველად მოსახლეობის ზრდასთან ერთად. თვით იგი კვლავ გულისხმობს ინდივიდთა ურთიერთობას ერთმანეთს შორის. ამ ურთიერთობის ფორმა თავის მხრივ გაპირობებული წარმოებით. წარმოება და ურთიერთობა, შრომის დანაწილება და საკუთრების ფორმები, ტომობრივი, ანტიკური, ფეოდალური. ურთიერთობანი სხვადასხვა ერებს შორის დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად განავითარა თითოეულმა მათგანმა თავისი მწარმოებლური ძალები, შრომის დანაწილება და შინაგანი ურთიერთობა. ეს დებულება საყოველთაოდ აღიარებულია, მაგრამ არა მარტო ურთიერთობა ერთი ერის სამეორესთან, არამედ თვით ერის მთელი შინაგანი სტრუქტურას დამოკიდებულია მისი წარმოების განვითარების საფეხურზე და მის საშინაო და საგარეო კავშირზე. ერის მწარმოებლური ძალების განვითარების დონე ყველაზე თვალნათლივ ვლინდება იმაში, თუ რამდენად განვითარებულია ამ ერში შრომის დანაწილება. ყოველ ახალ მწარმოებლურ ძალას, რამდენადაც ეს არ არის უკვე დღემდე ცნობილი მწარმოებლური ძალების უბრალოდ რაოდენობრივი გაფართოება, მაგალითად ახალი მიწების დამუშავება, შედეგად მოსდევს შრომის დანაწილების შემდგომი განვითარება. შრომის დანაწილება ამა თუ იმ ერის ფარგლებში იწვევს უწინარესყოვლისა სამრეწველო და სავაჭრო შრომის გამოყოფას სოფლისაგან და მათი ინტერესების დაპირისპირებულობას. შრომის დანაწილების შემდგომი განვითარება შრომის სამრეწველო შრომისაგან განცალკევებას. იმავდროულად ამ სხვადასხვა დარგების შიგნით შრომის დანაწილების მეოხებით ვითარდება თავის მხრივ სხვადასხვა ქვედანაწილება ინდივიდებისა, რომლებიც შრომის ამა თუ იმ დარგში თანამშრომლობენ. ამ სხვადასხვა ქვედანაწილებათა ურთიერთდამოკიდებულება გაპირობებულია სამიწათმოქმედო, სამრეწველო და სავაჭრო შრომის გამოყენების წესით: პატრიარქალიზმი, მონობა, წოდებანი, კლასები. უფრო განვითარებული ურთიერთობისას იგივე დამოკიდებულებანი მჟღავნდება სხვადასხვა ერებს შორის არსებულ ურთიერთობაშიც. შრომის დანაწილების განვითარებაში არსებული სხვადასხვა საფეხურები ამავე დროს საკუთრების სხვადასხვა ფორმებიცაა, ესე იგი, შრომის დანაწილების ყოველი საფეხური განსაზღვრავს აგრეთვე ინდივიდთა ურთიერთდამოკიდებულებასაც შრომის მასალასთან, იარაღებთან და პროდუქტებთან მათი დამოკიდებულების შესაბამისად. საკუთრების პირველი ფორმა ეს არის ტომობრივი საკუთრება. იგი შეესაბამება წარმოების განუვითარებელ სტადიას, როცა ხალხი ცხოვრობს ნადირობით და მეთევზეობით, მესაქონლეობით ან სულ დიდი მიწათმოქმედებით. უკანასკნელ შემთხვევაში იგი გულისხმობს ჯერ კიდევ აუთვისებელი მიწების უდიდეს მასას. ამ სტადიაზე შრომის დანაწილება ჯერ კიდევ მეტად სუსტადაა განვითარებული და შემოისაზღვრება ოჯახში არსებული ბუნებრივად აღმოცენებული შრომის დანაწილების შემდგომი გაფართოებით. ამიტომ საზოგადოებრივი სტრუქტურა შემოიფარგლება მხოლოდ ოჯახის გაფართოებით. ტომის პატრიარქალური მეთაურები, მათი ხელქვეითი წევრები ტომისა, ბოლოს მონები. ოჯახში ფარული სახით არსებული მონობა ვითარდება მხოლოდ თანდათანობით, მოსახლეობისა და მოთხოვნილებათა ზრდასთან და როგორც ომის, ისე გასვლითი ვაჭრობის სახით არსებული საგარეო ურთიერთობის გაფართოებასთან ერთად. საკუთრების მეორე ფორმა ეს არის ანტიკური, თემური და სახელმწიფოებრივი საკუთრება, რომელიც ჩნდება უმთავრესად რამდენიმე ტომის, ხელშეკრულების თუ დაპყრობის გზით, ერთ ქალაქად გაერთიანებით და რომლის დროსაც შენარჩუნებულია მონობა. თემური საკუთრების გვერდით ვითარდება უკვე მოძრავი და შემდგომ უძრავი კერძო საკუთრებაც, მაგრამ როგორც არანორმალური და თემური საკუთრებისადმი დაქვემდებარებული ფორმა. სახელმწიფოს მოქალაქენი მხოლოდ ერთად ფლობენ თავიანთ მომუშავე მონებს და უკვე ამის გამო შებუჭილი არიან თემური საკუთრების ფორმით. ეს არის საერთო კერძო საკუთრება სახელმწიფოს აქტიური მოქალაქეებისა, რომლებიც იძულებულნი არიან მონების წინაშე შეინარჩუნონ ასოციაციის ეს ბუნებრივად აღმოცენებული ფორმა. ამიტომ საზოგადოების მთელი სტრუქტურა ამ საფუძველზე დამყარებული და მასთან ერთად ხალხის ბატონობას დაქვეითებას განიცდის იმავე ზომით, რა ზომითაც ვითარდება კერძო საკუთრება, განსაკუთრებით უძრავი. შრომის დანაწილებას უკვე უფრო განვითარებული ხასიათი აქვს. ჩვენ ვხედავთ უკვე დაპირისპირებულობას ქალაქსა და სოფელს შორის, შემდეგში დაპირისპირებულობას სახელმწიფოებს შორის, რომელთაგანაც ერთნი გამოხატავენ ქალაქის ინტერესებს, მეორენი კი სოფლისას. ქალაქების შიგნით კი ადგილი აქვს დაპირისპირებულობას მრეწველობასა და საზღვაო ვაჭრობას შორის. კლასობრივმა ურთიერთობამ მოქალაქეთა შორის უკვე თავის სრულ განვითარებას მიაღწია. კერძო საკუთრების განვითარებასთან ერთად აქ პირველად მყარდება ის ურთიერთობანი, რომელთაც ჩვენ კვლავ შევხვდებით, მხოლოდ უფრო დიდი მასშტაბით, თანამედროვე კერძო საკუთრების განხილვისას. ერთი მხრივ კერძო საკუთრების კონცენტრაცია, რაც რომში მეტად ადრე დაიწყო, დამამტკიცებელი საბუთი ლიცინიუსის აგრარული კანონი და ძლიერ სწრაფად ვითარდებოდა სამოქალაქო ომების დროიდან და განსაკუთრებით იმპერატორების დროს. მეორე მხრივ ამასთან დაკავშირებით პლებეურ წვრილ გლეხთა გადაქცევა პროლეტარიატად,
რომელმაც მქონებელ მოქალაქეთა და მონებს შორის თავისი შუალედური მდგომარეობის გამო მაინც დამოუკიდებელი განვითარება ვერ მიიღო. მესამე ფორმა. ეს არის ფეოდალური, ანუ წოდებრივი საკუთრება. თუ ანტიკურობისათვის ამოსავალი პუნქტი ქალაქი და მისი მცირე არემა იყო, შუა საუკუნეებისათვის ამოსავალ პუნქტს სოფელი წარმოადგენდა. ამოსავალი პუნქტის ეს შეცვლა გაპირობებული იყო იმით, რომ თხლად დასახლებული და ვრცელ ფართობზე გაფანტული იყო პირველყოფილი მოსახლეობა, რომელიც დამყრობთა მოდინებას ოდნავ საგრძნობლადაც არ გაუდიდებია. ამიტომ საბერძნეთისა და რომის საპირისპიროდ ფეოდალური განვითარება იწყება გაცილებით უფრო ვრცელ ტერიტორიაზე, რომელიც მომზადებული იქნა რომაელთა მიერ წარმოებული დაპყრობებით და დასაწყისში მათთან დაკავშირებულ მიწადმოქმედების გავრცელებით. დაქვეითების გზაზე დამდგარი რომის იმპერიის უკანასკნელმა საუკუნეებმა და ბარბაროსების მიერ თვით მისმა დაპყრობამ უთვალავი მწარმოებლური ძალები გაანადგურეს. მიწადმოქმედება დაეცა, მრეწველობა გასაღების უქონლობის გამო დაუძლურდა, ვაჭრობა ჩაკვდა ან ნაძალადევად შეწყდა, სოფლისა და ქალაქის მოსახლეობა შემცირდა. ყველა ამ პირობებმა, რომელთაც დამპყრობლები წააწყდნენ და დაპყრობის განხორციელების წესმა, ამ პირობებით გამოწვეულმა განავითარეს გერმანელთა სამხედრო წყობილების ზეგავლენით ფეოდალური საკუთრება. ტომობრივი და თემური საკუთრების მსგავსად, ფეოდალური საკუთრებაც ემყარება გარკვეულ გაერთიანებას, მაგრამ ისეც, რომელსაც უპირისპირდებიან უშუალოდ მწარმოებელი კლასის სახით არა მონები, როგორც ეს ანტიკურ ქვეყანაში იყო, არამედ წვრილი ყმა გლეხები. ფეოდალიზმის სრულ განვითარებასთან ერთად ჩნდება ანტაგონიზმიც ქალაქების მიმართ. მიწათმფლობელობის იერარქიული სტრუქტურა და მასთან დაკავშირებული სისტემა შეიარაღებული რაზმებისა თავადაზნაურობას ყმებზე ბატონობის უფლებას აძლევდა. ეს ფეოდალური სტრუქტურა, ისევე როგორც ანტიკური თემური საკუთრება, დამონებული მწარმოებელი კლასის წინააღმდეგ მიმართული ასოციაცია იყო. განსხვავებული იყო მხოლოდ ფორმა ასოციაციისა და დამოკიდებულება უშუალო მწარმოებლებისადმი, იმიტომ რომ არსებობდა წარმოების სხვადასხვა პირობები. მიწათმფლობელობის ამ ფეოდალურ სტრუქტურას შეესაბამებოდა ქალაქებში კორპორაციული საკუთრება, ხელოსნობის ფეოდალური ორგანიზაცია. საკუთრება მდგომარეობდა აქ უმთავრესად ყოველი ცალკეული ინდივიდის შრომაში. გაერთიანებული ყაშაღური თავადაზნაურობის წინააღმდეგ გაერთიანების აუცილებლობამ, საერთო საბაზრო შენობების მოთხოვნილებამ იმ პერიოდში, როცა მრეწველი იმავე დროს ვაჭარიც იყო, კონკურენციის ზრდამ იმ გაქცეული ყმების მხრიდან, რომლებიც იმხანად აყვავებულ ქალაქებს აწყდებოდნენ, მთელი ქვეყნის ფეოდალურმა სტრუქტურამ ყოველივე ამან წარმოშვა საამქროები. იმის მეოხებით, რომ ცალკეული პირები ხელოსნებს შორის, რომელთა რიცხვიც უსმელი რჩებოდა მზარდი მოსახლეობის პირობებში, თანდათან აგროვებდნენ დანაზოგის საშუალებით მცირე კაპიტალს, განვითარდა ქარგალთა და შეგირდთა სისტემა, რომელმაც ქალაქებში სოფლად არსებული იერარქიის მსგავსი იერარქია შექმნა. ამრიგად ფეოდალურ ეპოქაში საკუთრების მთავარი ფორმა იყო ერთი მხრივ მიწის საკუთრება, მასზე მიჯაჭვული ყმების შრომასთან ერთად, მეორე მხრივ კი საკუთარი შრომა, ქარგალთა შრომაზე გაბატონებული წვრილი კაპიტალის არსებობის პირობებში. საკუთრების ამ ორივე სახის სტრუქტურას განაპირობებდა წარმოების შეზღუდული ურთიერთობანი, მიწის სუსტი და პრიმიტიული დამუშავება და მრეწველობის ხელოსნური ტიპი. ფეოდალიზმის აყვავების ხანაში შრომის დანაწილება უნიშნელო იყო. ყოველ ქვეყანაში არსებობდა დაპირისპირებულობა ქალაქსა და სოფელს შორის, წოდებრივ სტრუქტურას, მართალია მკვეთრად გამოხატული ხასიათი ჰქონდა, მაგრამ იმ დაყოფისა, რაც მოცემული იყო სოფლად მთავრების, თავადაზნაურობის, სასულიერო წოდებისა და გლეხობის სახით, ხოლო ქალაქად ოსტატების, ქარგლების, შეგირდების, ხშირად კი აგრეთვე პლებეი დღიური მუშების სახით არ არსებობდა შრომის რამდენადმე მნიშვნელოვანი დანაწილება. მიწათმოქმედებაში შრომის დანაწილება გაზნელებული იყო მიწის პარცელარული დამუშავებით, რომლის გვერდითაც წარმოიშვა თვით გლეხების შინამრეწველობა. მრეწველობაში კი ცალკეულ ხელოსნობათა შიგნით სრულიად არ არსებობდა შრომის დანაწილება, ხოლო ცალკეულ ხელოსნობათა შორის ეს დანაწილება მეტად უმნიშვნელო იყო. დანაწილება მრეწველობასა და ვაჭრობას შორის უფრო ძველ ქალაქებში უკვე წინად არსებობდა. უფრო ახალ ქალაქებში იგი განვითარდა მხოლოდ შემდეგში, როცა ამ ქალაქებმა ერთმანეთთან ურთიერთობა დაამყარეს. უფრო ვრცელი ტერიტორიების გაერთიანება ფეოდალურ სამეფოებად წარმოადგენდა მოთხოვნილებას როგორც მიწის თავადაზნაურობისათვის, ისე ქალაქებისათვისაც. ამიტომ გაბატონებული კლასის თავადაზნაურობის ორგანიზაციას ყველგან სათავეში მონარქი ედგა. ისტორიის მატერიალისტური გაგების არსი, საზოგადოებრივი ყოფიერება და საზოგადოებრივი ცნობიერება. ამრიგად საქმის ვითარება ასეთია. გარკვეული ინდივიდები, რომელნიც გარკვეული წესით ეწევიან საწარმოო საქმიანობას, გარკვეულ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობას ამყარებენ ერთმანეთთან. ემპირიულმა დაკვირვებამ ყოველ ცალკეულ შემთხვევაში უნდა გამოავლინოს გამოცდილებით, ყოველგვარი მისტიფიკაციისა და სპეკულაციის გარეშე საზოგადოებრივი და პოლიტიკური სტრუქტურის კავშირი წარმოებასთან.
საზოგადოებრივი სტრუქტურა და სახელმწიფო მუდამ წარმოიქმნება გარკვეული ინდივიდების საარსებო პროცესიდან, არა ისეთი ინდივიდებისა, როგორადაც ისინი შეიძლება მოგვეშვედონ საკუთარი და სხვისი წარმოდგენით, არამედ ისეთებისა, როგორიც ისინი სინამდვილეში არიან. ესე იგი, იმ სახით, როგორც ისინი მოქმედებენ, მატერიალურად აწარმოებენ და მაშასადამე, როგორც ისინი ქმედითად ავლენენ თავიანთ თავს მათი თვითნებურობისაგან დამოუკიდებელი გარკვეული მატერიალური საზღვრების, წინამძღვრებისა და პირობების არსებობისას. იდეების, წარმოდგენების, ცნობიერების წარმოება თავდაპირველად უშუალოდ შეწნულია ადამიანთა მატერიალურ მოქმედებასა და მატერიალურ ურთიერთობაში, რეალური ცხოვრების ენაში. წარმოდგენების შექმნა, აზროვნება, სულიერი ურთიერთობა, ადამიანების გვევლინება აქ ჯერ კიდევ მათი მატერიალური მოქმედების უშუალო ნაყოფად. იგივე ითქმის სულიერ წარმოებაზე, როგორც იგი ამა თუ იმ ხალხის პოლიტიკის, კანონების, მორალის, რელიგიის, მეტაფიზიკის და ასე შემდეგ ენაში ვლინდება. ადამიანები არიან თავიანთი წარმოდგენების, იდეებისა და ასე შემდეგ მწარმოებელნი, მაგრამ ლაპარაკია ნამდვილ, მოქმედ ადამიანებზე, რომელნიც განპირობებულნი არიან მათი მწარმოებლური ძალების გარკვეული განვითარებით და ამ განვითარების შესაბამისი ურთიერთობით მის უაღრესად შორეულ ფორმებამდე. ცნობიერება არასდროს არ შეიძლება სხვა რამე იყოს თუ არა შეცნობილი ყოფიერება. ადამიანთა ყოფიერება კი მათი ცხოვრების რეალური პროცესია. თუ მთელს იდეოლოგიაში ადამიანები და მათი ურთიერთობანი, როგორც კამერა ობსკურაში, თავდაყირა დაყენებული მოჩანან, ეს მოვლენად სავსებით ისევე გამომდინარეობს მათი ცხოვრების ისტორიული პროცესიდან, როგორც საგანთა უკუ გამოსახულება თვალის ბადურაზე მათი ცხოვრების უშუალოდ ფიზიკური პროცესიდან გამომდინარეობს. სრულიად წინააღმდეგ გერმანული ფილოსოფიისა, რომელიც ციდან მიწაზე ეშვება, ჩვენ აქ მიწიდან ცაში ავდივართ. ესე იგი, ჩვენ ამოვდივართ არა იქიდან, რასაც ადამიანები ლაპარაკობენ, რასაც გონებით წარმოსახავენ, წარმოიდგენენ. ასევე ჩვენ არ გამოვდივართ არც მხოლოდ სიტყვიერად არსებული გააზრებადი წარმოსახული წარმოდგენაში არსებული ადამიანებიდან, რათა მათგან ნამდვილ ადამიანებთან მივიდეთ. ჩვენთვის ამოსავალი წერტილია ნამდვილად მოქმედი ადამიანები და მათი ნამდვილი საარსებო პროცესიდან ჩვენ გამოგვყავს აგრეთვე ამ საარსებო პროცესის იდეოლოგიურ ანასახთა და გამოძახილთა განვითარებაც. თვით ბუნდოვანი წარმონაქმნები ადამიანთა ტვინში, ისინიც კი აუცილებელი პროდუქტებია, თავისებური ანაურთქლებია მათი მატერიალური საარსებო პროცესისა, რომელიც შეიძლება დადგენილ იქნეს ემპირიულად და რომელიც დაკავშირებულია მატერიალურ წინამძღვრებთან. ამრიგად, რელიგია, მეტაფიზიკა და იდეოლოგიის სხვა სახეობანი და მათი შესაბამისი ფორმები ცნობიერებისა კარგავენ თვითმყოფობის მოჩვენებითობას. მათ არა აქვთ ისტორია, არა აქვთ განვითარება. ადამიანები, რომლებიც თავიანთ მატერიალურ წარმოებას და თავიანთ მატერიალურ ურთიერთობას ავითარებენ, ამ თავიანთ სინამდვილესთან ერთად სცვლიან აგრეთვე თავიანთ აზროვნებას და თავიანთი აზროვნების პროდუქტებს. ცნობიერება კი არ განსაზღვრავს ცხოვრებას, არამედ ცხოვრება განსაზღვრავს ცნობიერებას. განხილვის პირველი წესის დროს ამოდიან ცნობიერებიდან, თითქოს ეს უკანასკნელი ცოცხალი ინდივიდი იყოს. მეორე წესის განხილვისას კი, რომელიც ნამდვილ ცხოვრებას შეეფერება, ამოდიან თვით ნამდვილი ცოცხალი ინდივიდებიდან და ცნობიერებას განიხილავენ მხოლოდ და მხოლოდ როგორც მათ ცნობიერებას. განხილვის ეს წესი არ არის წინამძღვრებს მოკლებული. იგი ამოდის ნამდვილი წინამძღვრებიდან და ერთი წამითაც კი არტოვებს მათ. მისი წინამძღვრებია ადამიანები, აღებულნი არა რაღაც ფანტასტიკურ კარჩაკეტილობაში და იზოლირებულობაში, არამედ თავიანთი განვითარების ნამდვილ, ემპირიულად თვალსაჩინო პროცესში, რომელიც გარკვეულ პირობებში მიმდინარეობს. როცა ცხოვრების ამ მოქმედი პროცესის ასახვა წარმოებს, ისტორია უკვე აღარ არის მკვდარი ფაქტების კრებული, როგორც ეს ემპირიკოსებთანაა, რომლებიც თვითონ ჯერ კიდევ აბსტრაქტულნი არიან, ან და იგი აღარ არის წარმოსახვითი მოქმედება წარმოსახვითი სუბიექტებისა, როგორც იგი იდეალისტებთანაა. იქ, სადაც სპეკულაციური აზროვნება წყდება ნამდვილი ცხოვრების წინაშე, სწორედ იქ იწყება ნამდვილი დადებითი მეცნიერება, ადამიანთა პრაქტიკული საქმიანობის, მათი განვითარების პრაქტიკული პროცესის ასახვა. წყდება ფრაზები ცნობიერების შესახებ, მათი ადგილი უნდა დაეკავოს ნამდვილმა ცოდნამ. სინამდვილის ასახვა უკარგავს დამოუკიდებელ ფილოსოფიას მის საარსებო გარემოს. საუკეთესო შემთხვევაში მისი შესვლა შეუძლია იმ ყველაზე ზოგადი შედეგების ერთად შეკრებას, რომლებიც აბსტრაქციის გზით ადამიანთა ისტორიული განვითარების განხილვიდან გამოიყვანება. ამ აბსტრაქციებს თავისთავად ნამდვილი ისტორიისაგან მოწყვეტით, სრულიად არავითარი მნიშვნელობა არ აქვთ. ისინი შეიძლება გამოგვადგეს მხოლოდ იმისათვის, რომ გაადვილდეს ისტორიული მასალის მოწესრიგება, მოხაზულ იქნეს მისი ცალკეული ფენების თანმიმდევრულობა. მაგრამ ფილოსოფიისაგან განსხვავებით, ეს აბსტრაქციები სრულიად არ იძლევიან რეცეპტს ან სქემას, რომელთაც შეიძლება ისტორიული ეპოქები მოერგოს. პირიქით, სიზნელეები მხოლოდ მაშინ იწყება, როცა მასალის განხილვას და მოწესრიგებას იწყებენ. სულ ერთია განეკუთვნება ეს მასალა რომელიმე განვლ ეპოქას თუ თანამედროვეობას, როცა მის ნამდვილ ასახვას იწყებენ.
ამ სიზნელეთა თავიდან აცილება გაპირობებულია იმ წინამძღვრებით, რომელთა მოცემაც აქ არასგზით არ შეიძლება, რადგან ისინი მხოლოდ ყოველი ცალკეული ეპოქის ინდივიდთა ნამდვილი ცხოვრებისეული პროცესისა და მოქმედების შესწავლის მსვლელობაში იქმნებიან. ჩვენ აქ გამოვყოფთ ზოგიერთებს ამ აბსტრაქციებიდან, რომლებსაც ვიყენებთ იდეოლოგიის საპირისპიროდ და განვმარტავთ მათ ისტორიულ მაგალითებზე. ადამიანთა ნამდვილი გათავისუფლების პირობები. ჩვენ რა თქმა უნდა თავს არ შევიწუხებთ იმით, რომ გავანათლოთ ჩვენი ბრძენი ფილოსოფოსები იმის შესახებ, რომ ადამიანის განთავისუფლება ჯერ ერთი ნაბიჯითაც არ წაწეულა წინ, თუ მათ ფილოსოფია, თეოლოგია, სუბსტანცია და მთელი დანარჩენი ხარახურა თვითცნობიერებაში გათქვიფეს, თუ მათ ადამიანი გაათავისუფლეს ამ ფრაზებისაგან, რომელთაგანაც იგი არასოდეს არ ყოფილა დამონებული, რომ ნამდვილი განთავისუფლების განხორციელება შეუძლებელია სხვანაირად, თუ არა ნამდვილ სამყაროში და ნამდვილი საშუალებებით, რომ არ შეიძლება მოვსპოთ მონობა ორთქლის მანქანისა და მიულჯენის გარეშე, ბატონყმობა გაუმჯობესებული მიწათმოქმედების გარეშე, რომ საერთოდ შეუძლებელია ადამიანთა განთავისუფლება, სანამ ისინი არ შეძლებენ ხარისხობრივად და რაოდენობრივად მთლიანად უზრუნველყონ თავისთვის საჭმელი და სასმელი, ბინა და ტანსაცმელი. განთავისუფლება ისტორიული საქმეა და არა აზრის საქმე და ამ განთავისუფლებამდე მიგვიყვანენ ისტორიული ურთიერთობანი, მდგომარეობა მრეწველობისა, ვაჭრობისა, მიწათმოქმედებისა, ურთიერთობისა. შემდეგ კიდევ მათი განვითარების სხვადასხვა საფეხურების შესაბამისად სუბსტანციის, სუბიექტის, თვითცნობიერებისა და წმინდა კრიტიკის უაზრობა, სავსებით ისევე როგორც რელიგიური და თეოლოგიური უაზრობა და ამის შემდეგ კვლავ მოიცილებენ მას, როცა ისინი საკმაოდ შორს წაიწევენ თავიანთ განვითარებაში. რა თქმა უნდა, ისეთ ქვეყნებში, როგორიც გერმანია, სადაც ისტორიული განვითარება მხოლოდ უაღრესად უბადრუკი წესით მიმდინარეობს, ეს მოძრაობანი წმინდა აზრის დარგში, ეს ცამდე აყვანა და უმოქმედო მათხოვრობა ანაზღაურებენ ისტორიულ მოძრაობათა ნაკლებობას, ინერგებიან და საჭიროა მათ წინააღმდეგ ბრძოლა. მაგრამ ეს არის ადგილობრივი მნიშვნელობის ბრძოლა. ფოიერბახის მატერიალიზმის მჭვრეტელობისა და არათანმიმდევრულობის კრიტიკა. სინამდვილეში პრაქტიკული მატერიალისტისათვის, ესე იგი კომუნისტისათვის, მთელი საქმე იმაში მდგომარეობს, რომ არსებული სამყარო გაარევოლუციუროს, რომ არსებული ვითარების წინააღმდეგ პრაქტიკულად გაილაშქროს და იგი შეცვალოს. თუ ფოიერბახთან ზოგჯერ ხვდებით კიდეც ასეთ შეხედულებებს, ისინი ხომ ვერასოდეს ვერ სცილდებიან ცალკეულ მიხვედრათა ფარგლებს და საერთო მსოფლმხედველობაზე იმდენად მცირე გავლენას ახდენენ, რომ შეიძლებოდა მათში დაგვენახა მხოლოდ განვითარების უნარმქონე ჩანასახები და მეტი არაფერი. გრძნობადი სამყაროს ფოიერბახისეული გაგება შემოისაზღვრება ერთი მხრივ მარტოოდენ შეგრძნებით. ფოიერბახი ლაპარაკობს ადამიანზე როგორც ასეთზე და არა ნამდვილ ისტორიულ ადამიანზე. ადამიანი როგორც ასეთი სინამდვილეში არის გერმანელი. პირველ შემთხვევაში, გრძნობადი სამყაროს ჭვრეტის დროს იგი აუცილებლად წააწყდება ხოლმე ისეთ რამეებს, რაც ეწინააღმდეგება მის ცნობიერებას და გრძნობას. არღვევს გრძნობადი სამყაროს ყველა ნაწილთა მის მიერ ნაგულისხმევ ჰარმონიას. ეს დაბრკოლება რომ თავიდან მოიცილოს, იგი იზოლებულია ხსნა ეძიოს რაღაც ორად ჭვრეტაში, რასაც შუალედური მდგომარეობა უჭირავს ჩვეულებრივ ჭვრეტასა, რომელიც მხოლოდ იმას ხედავს, რაც ცხვირის წინ არის და უფრო მაღალ, ფილოსოფიურ ჭვრეტას შორის, რომელიც ნივთთა ნამდვილ არსს ხედავს. იგი ვერ ამჩნევს, რომ მისი გარემომცველი გრძნობადი სამყარო სრულიადაც არ არის რაღაც უშუალოდ დასაბამიდანვე მოცემული რამ, რაც მუდამ თავის ტოლია, არამედ იგი მრეწველობისა და საზოგადოებრივი მდგომარეობის პროდუქტია, თანაც იმ აზრით, რომ ეს არის ისტორიული პროდუქტი, შედეგი მთელ რიგ თაობათა მოქმედებისა, რომელთაგანაც თითოეული წინა თაობის მხრებზე იდგა, განაგრძობდა მისი მრეწველობისა და მისი ურთიერთობის წესის განვითარებას, სახეს უსვლიდა მის სოციალურ წყობილებას შეცვლილ მოთხოვნილებათა შესაბამისად. უმარტივესი გრძნობადი უტყუარობის საგნებიც კი მოცემულია მისთვის მხოლოდ საზოგადოებრივი განვითარების შემწეობით, მრეწველობისა და სავაჭრო ურთიერთობის მეოხებით. ალუბლის ხე თითქმის ყველა ხეხილის მსგავსად, როგორც ცნობილია, მხოლოდ რამდენიმე საუკუნის წინათ გაჩნდა ჩვენს ზონაში ვაჭრობის შემწეობით და ამრიგად ფოიერბახის გრძნობადი უტყუარობისათვის იგი მოცემულია მხოლოდ გარკვეულ დროში საზოგადოების ამ მოქმედების მეოხებით. სხვათა შორის, საგანთა ისეთი გაგებისას, როცა ამ საგნებს იმ სახით ვიღებთ, როგორც ისინი სინამდვილეში არიან და როგორც ისინი წარმოშობილან, ყოველი ღრმააზროვანი ფილოსოფიური პრობლემა, ეს კიდევ უფრო ნათლად იქნება ნაჩვენების შემდეგში და იყვანება უბრალოდ გარკვეულ ემპირიულ ფაქტზე.
ასეთია მაგალითად მნიშვნელოვანი საკითხი ბუნებისადმი ადამიანის დამოკიდებულების შესახებ, ან და როგორც ბრუნო ლაპარაკობს, ბუნებისა და ისტორიის დაპირისპირებულობათა შესახებ. თითქოს ეს ორი ერთი მეორისაგან განცალკევებული საგანი იყოს, თითქოს ადამიანს მუდამ თვალწინ არ ჰქონდეს ისტორიული ბუნება და ბუნებითი ისტორია. საკითხი, რომელმაც წარმოშვა ყველა უზომოდ დიდი ნაწარმოები, სუბსტანციისა და თვითცნობიერების შესახებ. ეს საკითხი თავისთავად მოიხსენება, თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ ყბადაღებული ერთიანობა ადამიანისა ბუნებასთან მუდამ არსებობდა მრეწველობაში და ყოველ ეპოქაში სახესიცვლი და მრეწველობის მეტი თუ ნაკლები განვითარების მიხედვით, სავსებით ისევე, როგორც ადამიანის ბრძოლაც ბუნებასთან, რომელიც იწვევდა ადამიანის მწარმოებლური ძალების განვითარებას შესაბამის ბაზისზე. მრეწველობა და ვაჭრობა, წარმოება და ცხოვრებისათვის აუცილებელი საშუალებათა გაცვლა თავის მხრივ განაპირობებენ განაწილებას, სხვადასხვა საზოგადოებრივი კლასების გამიჯვნას და თვითონაც კვლავ გაპირობებულნი არიან ამით თავიანთი მოძრაობის ფორმებში. და გამოდის, რომ ფოიერბახი მაგალითად მანჩესტერში მარტო ფაბრიკებსა და მანქანებს ხედავს. მაშინ, როდესაც 100 წლის წინათ იქ შეიძლებოდა დაგვენახა მხოლოდ თვითსართავები და ხელის საქსოვი დაზგები, ან და რომის კამპანიაში იგი პოულობს მხოლოდ საძოვრებსა და ჭაობებს, მაშინ, როდესაც ავგუსტეს დროს მას შეეძლო ენახა მხოლოდ მთლიანი ვენახები და ვილები რომაელი კაპიტალისტებისა. ფოიერბახი ლაპარაკობს განსაკუთრებით ბუნების მეცნიერების მიერ ბუნების ჭვრეტაზე. იხსენიებს საიდუმლოებებს, რომლებიც მხოლოდ ფიზიკოსისა და ქიმიკოსის თვალისთვისაა გამჟღავნებული. მაგრამ რა იქნებოდა ბუნების მეცნიერება მრეწველობისა და ვაჭრობის გარეშე? ეს წმინდა ბუნების მეცნიერება კი თავის მიზანს, ისევე როგორც თავის მასალას, მხოლოდ ვაჭრობისა და მრეწველობის მეოხებით, ადამიანთა გრძნობადი მოქმედების მეშვეობით ღებულობს. ეს მოქმედება, ეს შეუწყვეტელი შრომა და შემოქმედება, ეს წარმოება იმდენადაა ღრმა საფუძველი მთელი გრძნობადი სამყაროსი, როგორც ეს უკანასკნელი ამჟამად არსებობს, რომ თუნდაც იგი მხოლოდ ერთი წლით შეწყვეტილიყო, მაშინ ფოიერბახი დაინახავდა უდიდეს ცვლილებებს არა მარტო ბუნების სამყაროში, სულ მალე აღარ იქნებოდა ადამიანთა მთელი სამყაროც. მისი ფოიერბახის საკუთარი უნარი ჭვრეტისა და თვით მისი საკუთარი არსებობაც კი. რა თქმა უნდა, ამასთან შენახული რჩება გარებუნების პრიორიტეტი და ყოველივე ეს, რასაკვირველია, გამოუყენებელი, თავდაპირველი, თვითნებური ჩასახვის გზით წარმოშობილი ადამიანების მიმართ. მაგრამ ამ განსხვავებას მხოლოდ იმდენად აქვს აზრი, რამდენადაც ადამიანი განეხილება როგორც ბუნებისაგან განსხვავებული რაიმე. ამასთან ეს ბუნება ადამიანთა ისტორიას რომ წინ უძღოდა, არ არის ის ბუნება, რომელშიც ფოიერბახი ცხოვრობს. ეს ბუნება გარდა ავსტრალიის ცალკეული უახლოესი წარმოშობის მარჯნის კუნძულებისა, ამჟამად უკვე არსად აღარ არსებობს. მაშასადამე აღარ არსებობს აგრეთვე ფოიერბახისთვისაც. მართალია ფოიერბახს ის დიდი უპირატესობა აქვს წმინდა მატერიალისტების წინაშე, რომ მას ადამიანიც გრძნობად საგნად მიაჩნია. მაგრამ თუ აღარაფერს ვიტყვით უკვე იმაზე, რომ იგი განიხილავს ადამიანს მხოლოდ როგორც გრძნობად საგანს და არა როგორც გრძნობად მოქმედებას, რადგან იგი აქაც თეორიის სფეროში რჩება და ადამიანებს განიხილავს არა მათს მოცემულ საზოგადოებრივ კავშირში, არა მათს გარემომცველ საარსებო პირობებში, რომლებმაც ისინი გახადა იმათ, რასაც ისინი სინამდვილეში წარმოადგენენ. თუ აღარაფერს ვიტყვით უკვე ამაზე, ფოიერბახი ვერასოდეს ვერ აღწევს რეალურად არსებულ მოქმედ ადამიანებამდე. არამედ იგი შეჩერებულია აბსტრაქციაზე ადამიანი და კმაყოფილდება მხოლოდ იმით, რომ აღიარებს ნამდვილ ინდივიდუალურ ხორციელ ადამიანს გრძნობის დარგში. ესე იგი, მან არ იცის ადამიანისადმი ადამიანის არავითარი სხვა ადამიანური დამოკიდებულება, გარდა სიყვარულისა და მეგობრობისა, თანაც იდეალიზებულისა. იგი არ იძლევა ახლანდელ საარსებო ურთიერთობათა კრიტიკას. ამრიგად, ფოიერბახი ვერასდროს ვერ აღწევს იმას, რომ გაიგოს გრძნობადი სამყარო როგორც ერთობლივი, ცოცხალი, გრძნობადი მოქმედება მისი შემადგენელი ინდივიდებისა და ამიტომ იძულებულია, როცა მაგალითად ჯანმრთელი ადამიანების ნაცვლად სატკბურიან, მუშაობით ქანს გაწყვეტილ და ჭლექიან ღატაკთა ბრბოს ხედავს, მიმართოს უფრო მაღალ ჭვრეტას და იდეალურ გათანაბრებას გვარში. ესე იგი, კვლავ ჩავარდეს იდეალიზმში სწორედ იქ, სადაც კომუნისტური მატერიალისტი, როგორც მრეწველობის, ისე საზოგადოებრივი წყობილების ძირეული გარდაქმნის აუცილებლობას და ამასთანავე პირობას ხედავს. რამდენადაც ფოიერბახი მატერიალისტია, ისტორია მისი თვალთახედვის არის გარეშეა. რამდენადაც იგი ისტორიას განიხილავს, იგი სრულებით არ არის მატერიალისტი. მასთან მატერიალიზმი და ისტორია მთლიანად გათიშულია ერთი მეორისაგან, რაც სხვათა შორის უკვე ნათქვამიდან ნათელია. პირველადი ისტორიული ურთიერთობანი, ანუ სოციალური მოქმედების ძირითადი მხარეები, საარსებო საშუალებათა წარმოება, ახალი მოთხოვნილებათა წარმოება, ადამიანთა წარმოება, ოჯახი, ურთიერთობა, ცნობიერება.
რაკი საქმე ყოველგვარი წინამძღვრებისაგან თავისუფალ გერმანელებთან გვაქვს, ჩვენ უწინარეს ყოვლისა უნდა დავადასტუროთ პირველი წინამძღვარი ყოველი ადამიანური არსებობისა, მაშასადამე ყოველი ისტორიისაც, სახელდობრ ის წინამძღვარი, რომ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ცხოვრების შესაძლებლობა, რათა ისტორიის კეთება შეეძლოთ. მაგრამ ცხოვრებისათვის საჭიროა უწინარეს ყოვლისა საჭმელი და სასმელი, ბინა, ტანსაცმელი და კიდევ ზოგიერთი რამ. ამრიგად პირველი ისტორიული აქტი ეს არის ამ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისათვის აუცილებლად საჭირო საშუალებათა წარმოება თვით მატერიალური ცხოვრებისა. ამასთან ეს ისეთი ისტორიული საქმეა, ყოველი ისტორიის ისეთი ძირითადი პირობაა, რომელიც ამჟამად ისევე როგორც 1000-ეული წლების წინათაც ყოველდღიურად და მუდმივ უნდა სრულდებოდეს, უკვე მარტო იმისათვის, რომ ადამიანებს ცხოვრება შეეძლოთ, თუნდაც რომ გრძნობადობა დაყვანილი იყოს, როგორც ეს წმიდა ბრუნოსთანაა, ისეთ მინიმუმზე, როგორც კეტია. იგი გულისხმობს ამ კეტის წარმოებისაკენ მიმართულ მოქმედებას. ამიტომ ყოველი ისტორიული სინამდვილის გარკვევისას საჭიროა უპირველეს ყოვლისა გავითვალისწინოთ აღნიშნული ძირითადი ფაქტი მთელი მისი მნიშვნელობითა და მოცულობით და მიუჩინოთ მას ის ადგილი, რომელსაც იგი იმსახურებს. გერმანელებს, როგორც ცნობილია, არასოდეს ეს არ გაუკეთებია და ამიტომ მათ არასდროს არ ქონიათ მიწიერი საფუძველი ისტორიისათვის და მაშასადამე არც ყოლიათ არასდროს არც ერთი ისტორიკოსი, ფრანგებმა და ინგლისელებმა, თუმცა მათ მეტად ცალმხრივად ესმოდათ ამ ფაქტის კავშირი ეგრეთ წოდებულ ისტორიასთან, განსაკუთრებით რამდენადაც ისინი პოლიტიკური იდეოლოგიის ტყვეობაში იმყოფებოდნენ, მაინც პირველად სცადეს მატერიალისტური საფუძველი მიეცათ ისტორიოგრაფიისათვის, დაწერეს რა პირველად სამოქალაქო საზოგადოების, ვაჭრობისა და მრეწველობის ისტორიები. მეორე ფაქტი ის არის, რომ თვით დაკმაყოფილებული პირველი მოთხოვნილება, დაკმაყოფილების მოქმედება და უკვე შეძენილი იარაღი დაკმაყოფილებისა ახალ მოთხოვნილებებს წარმოშობენ და ეს წარმოშობა ახალი მოთხოვნილებებისა პირველი ისტორიული აქტია. აქედან ნათელი ხდება მაშინვე, თუ ვისი სულიერი ქმნილებაა დიდი ისტორიული სიბრძნე გერმანელებისა, რომელთაც მიაჩნიათ, რომ იქ, სადაც მათ არ ყოფნით დადებითი მასალა და სადაც ლაპარაკი არაა თეოლოგიურ, პოლიტიკურ ან ლიტერატურულ უაზრობაზე, იქ არც არის არავითარი ისტორია, არამედ არსებობს მხოლოდ წინა ისტორიული დრო. ამასთან ჩვენ არავითარ ახსნა-განმარტებას არ ვღებულობთ იმის შესახებ, თუ როგორ ხდება ამ უაზრო წინა ისტორიიდან საკუთრივ ისტორიაზე გადასვლა. თუმცა მეორე მხრივ მათი ისტორიული სპეკულაცია განსაკუთრებით ხალისიანად ეწაფება ამ წინა ისტორიას, რადგან მათ მიაჩნიათ, რომ უზრუნველყოფილი არიან უხეში ფაქტის შეჭრისაგან და ამასთანავე შეუძლიათ სრული თავისუფლება მისცენ თავიანთ სპეკულაციურ მიდრეკილებას და ათასობით ჰიპოთეზების შექმნან და დაამსხვრიონ. მესამე ურთიერთობა, რომელიც თავიდანვე ჩაერთვის ისტორიული განვითარების მსვლელობაში, იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ახლად აწარმოებენ თავიანთ ცხოვრებას, იწყებენ სხვა ადამიანების წარმოებას, დამრავლებას. ეს არის ურთიერთობა ქმარსა და ცოლს შორის, მშობლებსა და შვილებს შორის, ოჯახი. ეს ოჯახი, რომელიც დასაწყისში ერთადერთი სოციალური ურთიერთობა იყო, შემდეგში, როცა გამრავლებული მოთხოვნილებანი წარმოშობენ ახალ საზოგადოებრივ ურთიერთობებს, გამრავლებული მოსახლეობა კი ახალ მოთხოვნილებებს დაქვემდებარებულ ურთიერთობად იქცევა, გერმანიის გამოკლებით, და მაშინ მისი განხილვა და შესწავლა უნდა ხდებოდეს არსებული ემპირიული მონაცემების თანახმად და არა ოჯახის ცნების თანახმად, როგორც ამას ჩვეულებრივ გერმანიაში აკეთებენ. სხვათა შორის სოციალური მოქმედების ეს სამი მხარე უნდა განვიხილოთ არა როგორც სამი სხვადასხვა საფეხური, არამედ სწორედ როგორც მხოლოდ სამი მხარე. ან და გერმანელებისათვის რომ გასაგები იყოს, როგორც სამი მომენტი, რომლებიც ერთად არსებობდნენ ისტორიის დასაწყისიდან, პირველი ადამიანების დროიდან და რომლებსაც ახლაც აქვთ კიდევ ძალა ისტორიაში. წარმოება ცხოვრებისა, როგორც საკუთარისა, შრომის მეშვეობით, ისე სხვისა, შვილოსნობის საშუალებით, უკვე ერთბაშად გვევლინება ორგვარი ურთიერთობის სახით. ერთი მხრივ ბუნებრივი, მეორე საზოგადოებრივი ურთიერთობის სახით. საზოგადოებრივის იმ აზრით, რომ იქ იგულისხმება ბევრი ინდივიდის ერთობლივი მოქმედება, სულ ერთია რა პირობებში, რა წესით და მიზნით ხდება იგი. აქედან გამომდინარეობს, რომ გარკვეული წარმოების წესი, ანუ გარკვეული სამრეწველო საფეხური მუდამ დაკავშირებულია ერთობლივი მოქმედების გარკვეულ წესთან, გარკვეულ საზოგადოებრივ საფეხურთან, რომ ერთობლივი მოქმედების თვით ეს წესი არის მწარმოებლური ძალა, რომ ადამიანებისათვის ხელმისაწვდომი მწარმოებლური ძალების ერთობლიობა განაპირობებს საზოგადოებრივ მდგომარეობას და რომ მაშასადამე კაცობრიობის ისტორია ყოველთვის საჭიროა შევისწავლოთ და დავამუშაოთ მრეწველობისა და გაცვლის ისტორიასთან დაკავშირებით. მაგრამ ნათელია აგრეთვე ისიც, რომ გერმანიაში ასეთი ისტორია არ შეიძლება დაიწეროს, ვინაიდან გერმანელებს ამისათვის აკლიათ არა მარტო გაგების უნარი და მასალა, არამედ გრძნობადი უტყუარობაც. რაინის იქით ამ მხარეს კი არავითარი გამოცდილების მიღება არ შეიძლება ასეთ რამეებზე, იმიტომ, რომ იქ უკვე არავითარი ისტორია აღარ ხდება.
ამრიგად უკვე თავიდანვე მჟღავნდება ადამიანთა მატერიალისტური კავშირი ერთმანეთს შორის, კავშირი, რომელიც განპირობებულია მოთხოვნილებებითა და წარმოების წესით და ისევე ძველია, როგორც თვით ადამიანები. კავშირი, რომელიც სულ ახალ ფორმებს ღებულობს და მაშასადამე წარმოადგენს ისტორიას და სრულიად არ საჭიროებს რაიმე პოლიტიკური ან რელიგიური უაზრობის არსებობას, რაც კიდევ გარდა ამისა ადამიანებს დააკავშირებდა. მხოლოდ ახლა მას შემდეგ, რაც უკვე განვიხილეთ თავდაპირველ ისტორიულ ურთიერთობათა 4 მომენტი, 4 მხარე, ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანს აქვს აგრეთვე ცნობიერებაც. მაგრამ ეს ცნობიერებაც იმთავითვე როდი წარმოადგენს წმინდა ცნობიერებას. სულს თავიდანვე აწევს შეჩვენება იყოს დამძიმებული მატერიით, რომელიც აქ გამოდის ჰაერის მოძრავი ფენების, ბგერების სახით, მოკლედ ენის სახით. ენა ისევე ძველია როგორც ცნობიერება. ენა არის პრაქტიკული, არსებული სხვა ადამიანებისათვისაც და მხოლოდ ამით თვით ჩვენთვისაც არსებული ნამდვილი ცნობიერება და მსგავსად ცნობიერებისა ენა წარმოიშვება სხვა ადამიანებთან ურთიერთობის მოთხოვნილებიდან. აუცილებელი საჭიროებიდან იქ, სადაც რაიმე ურთიერთობა არსებობს, იგი არსებობს ჩემთვის. ცხოველი არაფერთან არ არის ურთიერთობაში და საერთოდ მოკლებულია ურთიერთობას. ცხოველისათვის მისი ურთიერთობა სხვებთან არ არსებობს როგორც ურთიერთობა. ცნობიერება მაშასადამე უკვე თავიდანვე საზოგადოებრივი პროდუქტია და ასეთად რჩება, სანამ საერთოდ ადამიანები არსებობენ. ცნობიერება, რა თქმა უნდა, თავდაპირველად არის მხოლოდ შეცნობა უახლოესი გრძნობადად აღქმადი გარემოსი და შეცნობა შეზღუდული კავშირისა იმ ინდივიდის გარემომყოფ პირებთან და ნივთებთან, რომელიც თავისი თავის შეცნობას იწყებს. ამავე დროს ეს არის შეცნობა ბუნებისა, რომელიც თავდაპირველად ადამიანს უპირისპირდება როგორც სრულიად უცხო, ყოვლის შემძლე და მიუდგომელი ძალა, რომელსაც ადამიანები ეპყრობიან სავსებით ცხოველურად და რომლის ბატონობასაც ისინი პირუტყვივით ემორჩილებიან. მაშასადამე ეს არის წმინდა ცხოველური შეცნობა ბუნებისა, ბუნების ღმერთება. აქ მაშინვე ჩანს, რომ ეს ღმერთება ბუნებისა, ანუ ეს გარკვეული დამოკიდებულება ბუნებისადმი, გაპირობებულია საზოგადოების ფორმით და პირიქით. აქ, როგორც ყველგან, ბუნებისა და ადამიანის იგივეობა იმაში მჟღავნდება აგრეთვე, რომ ადამიანთა შეზღუდული დამოკიდებულება ბუნებასთან განაპირობებს მათ შეზღუდულ დამოკიდებულებას ერთიმეორესთან. მათი შეზღუდული დამოკიდებულება ერთიმეორესთან კი მათ შეზღუდულ დამოკიდებულებას ბუნებასთან და ეს სწორედ იმიტომ, რომ ბუნება ჯერ კიდევ თითქმის არ არის სახეშეცვლილი ისტორიის მსვლელობით. მაგრამ მეორე მხრივ, ირგვლივ მყოფ ინდივიდებთან ურთიერთობის დამყარების აუცილებლობის შეგნება დასაწყისია იმის შეგნებისა, რომ ადამიანი საერთოდ საზოგადოებაში ცხოვრობს. ეს დასაწყისი ისეთივე ცხოველური ხასიათისაა, როგორც თვით საზოგადოებრივი ცხოვრებაც ამ საფეხურზე. ეს არის წმინდა ჯოგური ცნობიერება და ადამიანი აქ ცხრისაგან იმით განსხვავდება, რომ ცნობიერება მას ინსტინქტის მაგივრობას უწევს, ან და რომ მისი ინსტინქტი შეცნობილია. ეს ცხრისებური, ანუ ტომობრივი ცნობიერება თავის შემდგომ განვითარებას პოულობს მწარმოებლობის ზრდის, მოთხოვნილებათა ზრდისა და მოსახლეობის იმ ზრდის მეოხებით, რომელიც პირველსაც და მეორესაც საფუძვლად უდევს. ამასთან ერთად ვითარდება შრომის დანაწილებაც, რომელიც თავდაპირველად იყო მარტოოდენ შრომის დანაწილება სქესობრივ აქტში, შემდეგ კი შრომის დანაწილება, რომელიც თავისთავად ხდებოდა ან და ბუნებრივად წარმოიშვა ბუნებრივი მონაცემების, მაგალითად ფიზიკური ძალის, მოთხოვნილებათა, შემთხვევითობათა და სხვადასხვა მეოხებით. შრომის დანაწილება ნამდვილ დანაწილებად იქცევა იმ მომენტიდან, როცა მატერიალური და სულიერი შრომის დანაწილება ჩნდება. ამ მომენტიდან ცნობიერება შეუძლია მართლა წარმოიდგინოს, რომ იგი რაღაც სხვა რამეა, ვიდრე შეცნობა არსებული პრაქტიკისა, რომ მას შეუძლია ნამდვილად წარმოადგენდეს რაიმეს ისე, რომ მას არ წარმოადგენდეს რაიმე ნამდვილს. ამ მომენტიდან ცნობიერებას ძალუძს განთავისუფლდეს სამყაროსაგან და გადავიდეს წმინდა თეორიის, თეოლოგიის, ფილოსოფიის, მორალისა და ასე შემდეგ შექმნაზე. მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს თეორია, თეოლოგია, ფილოსოფია, მორალი და ასე შემდეგ წინააღმდეგობაში ვარდებიან არსებულ ურთიერთობებთან, ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმის მეოხებით, რომ არსებული საზოგადოებრივი ურთიერთობანი წინააღმდეგობაში მოექცნენ არსებულ მწარმოებლურ ძალასთან. თუმცა გარკვეული ერის ურთიერთობათა ფარგლებში ეს შეიძლება მოხდეს აგრეთვე იმის გამო, რომ წინააღმდეგობა მჟღავნდება არა მოცემულ ეროვნულ ჩარჩოებში, არამედ მოცემულ ეროვნულ ცნობიერებასა და სხვა ერთა პრაქტიკას შორის, ესე იგი, ამა თუ იმ ერის ეროვნულ და საყოველთაო ცნობიერებას შორის, როგორც ეს ამჟამად გერმანიაში ხდება და რადგან ეს წინააღმდეგობა მხოლოდ ეროვნული ცნობიერების ფარგლებში არსებული წინააღმდეგობის სახით წარმოგვიდგება, ამიტომ ასეთ ერს გონია მაშინ, რომ ბრძოლითაც ამ ეროვნული ნაყარ-ნუყარით შემოისაზღვრება.
თუმცა სავსებით სულ ერთია, რაც წამოიწყებს თავისთავად ცნობიერება. მთელი ამ ნაყარ-ნუყარიდან ჩვენ ვღებულობთ მხოლოდ ერთ დასკვნას, სახელდობრ, რომ სამ აღნიშნულ მომენტს მწარმოებლურ ძალას, საზოგადოებრივ მდგომარეობას და ცნობიერებას შეუძლიათ და უნდა მოექცნენ წინააღმდეგობაში ერთმანეთთან, ვინაიდან შრომის დანაწილება ხდის შესაძლებელს კიდევ მეტი ნამდვილს, რომ სულიერი და მატერიალური მოქმედება, განსხრომა და შრომა, წარმოება იმისა, რომ ისინი არ მოექცნენ ერთმანეთთან წინააღმდეგობაში. შესაძლებელია მხოლოდ შრომის დანაწილების მოსპოვით. სხვათა შორის, თავისთავად იგულისხმება, რომ აჩრდილები, კავშირი, უმაღლესი არსება, ცნება, დაეჭვება, ყოველივე ეს არის მხოლოდ იდეალისტური, სულიერი გამოხატულება. წარმოდგენა ვითომ იზოლირებული ინდივიდისა, წარმოდგენა უაღრესად ემპირიულ ბორკილებსა და საზღვრებზე, რომელთა შიგნით მოძრაობს ცხოვრების წარმოების წესი და მასთან დაკავშირებული ფორმა ურთიერთობისა.